მოგესალმებით. საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერშია არგუმენტების დრო ზვია დავალიანთან ერთად. ჩვენ საუბრობთ ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების შესახებ. სანამ დღევანდელ გადაცემას დავიწყებდეთ, მინდა მივსამძიმრო კიევში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ უკრაინაში საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ დაადასტურა, რომ კიევში დღეს გარდაცვლილი ერთ-ერთი პირი საქართველოს მოქალაქეა. ახლა კი ჩვენი დღევანდელი თემის შესახებ დღეს საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა დაიწყო. წარმოდგენილი პროექტის თანახმად ცვლილებები შედის როგორც უშუალოდ საარჩევნო კოდექსში, ასევე კანონში მაუწყებლობის შესახებ, კანონში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ და რამდენიმე სხვა კანონში. ცვლილებების პაკეტი თვითმმართველობის ახალ კოდექსზე დაყრდნობით მომზადდა და ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება, რომელიც სავარაუდოდ 2014 წლის გაზაფხულის ბოლოს უნდა გაიმართოს. ერთ-ერთი მთავარი სიახლოვე, რასაც ინიცირებული ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს, ის არის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე თვითმმართველი ქალაქების მერები და მუნიციპალიტეტების გამგებლები მოსახლეობამ პირდაპირი წესით უნდა აირჩიოს. თუმცა, გარდა პირდაპირი არჩევის წესისა, არსებობს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ბევრი სხვა საკითხი, რომელიც სადაურჩება ხელისუფლებას, საპარლამენტო ოპოზიციასა და არასაპარლამენტო პარტიებს შორის. სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით შედგა გუშინ მორიგი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესა და არასაპარლამენტო პარტიებს შორის. რაზე შეთანხმდნენ და რაზე ვერ შეთანხმდნენ პარტიები დავით უსუფაშვილთან, როგორ იქნება დაკომპლექტებული საარჩევნო კომისია, როგორ გადაწყდება საარჩევნო დავები და საარჩევნო სუბიექტების დაფინანსების საკითხი. რამდენად ასრულებს ქართული ოცნება წინა საარჩევნო დაპირებას საარჩევნო სისტემის დემოკრატიზაციასთან დაკავშირებით და ასევე როგორ დათანხმდა უმრავლესობა 50%-იან ბარიერს გამგებლებისა და მერების არჩევნებზე მაშინ, როცა ამ პრინციპს რამდენიმე კვირის განმავლობაში საკმაოდ ენერგიულად ეწინააღმდეგებოდა. აი ეს საკითხები, რომელთა შესახებაც ვისაუბრებთ ჩვენ დღეს. ახლა კი წარმოგიდგენთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრებს. ბატონი ჯონდი ბაღათურია, პოლიტიკური გაერთიანება ქართული დასის თავმჯდომარე, ბატონი კახა კუკალა, თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე, ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე, უფლებადამცველი, ბატონი გიორგი ახვლედიანი, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრი. უკაცრავად, გადაცემის მსვლელობისას ჩვენ ასევე ქუთაისიდან ჩაგვერთვება საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნება კონსერვატორების თავმჯდომარე, ბატონი გიგა ბუკია. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, სანამ საუბარს დავიწყებდეთ, მინდა მაყურებელს მოუწოდო აქტიურობისკენ Facebook-ში, აქტიურად მოგწერეთ თქვენი კითხვები და ჩვენ მათ აუცილებლად დავუსვამთ თქვენთვის სასურველ სტუმარს. ბატონო ჯონდი, მინდა პირველი კითხვა თქვენ დაგისვათ. უპირველეს ყოვლისა, გუშინდელი ინიციატივის შესახებ არასაპარლამენტო პარტიები რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდნენ 50%-იან ბარიერს, 50%-იანი ბარიერით არჩევას გამგებლების და მერების, თუმცა უმრავლესობა მაშინ ამ წინადადებას, ამ იდეას არ იზიარებდა. და არგუმენტად მაშინ იყო ეს საკითხი, რომ ეს გამოიწვევს ფაქტიურად ხელმეორე არჩევნებს, მეორე ტურს ყველგან, ყველა ოლქში და ასე შემდეგ. თუმცა გუშინ თავად პრემიერი გამოვიდა ამ ინიციატივით. თქვენთვის მოულოდნელი იყო თუ არა ხელისუფლების მხრიდან ასეთი ინიციატივის გამოსვლა? ჩვენთვის ასეთი მნიშვნელობა არ აქვს ახლა რა, მოსაუბრებლობას ან მოულოდნელობას ჩაიდენს. ჩვენი ხელისუფლება ჩვენთვის მთავარი არის სისტემური რეფორმა. შესაბამისად, ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვითხოვთ სისტემურ რეფორმას, რამაც უნდა უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნები, ანუ თანაბარი და კონკურენტული გარემო პოლიტიკაში. შესაბამისად, 50%-იანი ბარიერი არის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც ჩვენი მოთხოვნა რეფორმის, თუმცა იმისაც, რომ თანაბარი გარემო შეიქმნას, ჩვენ ვითხოვთ სამართლიანი 6 მოთხოვნა იყო ფრაქციული ჯგუფის პარლამენტში. დიახ, მაგრამ 5 ძირითადი მას აი კატეგორიული მოთხოვნები დარჩა და მე ხა 5-ით ჩამოთვლი და თქვენს და პატარა ბავშვის კი მიხვდება, რომ თუ ყველა ამ მიმართულებით რეფორმა არ გატარდა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ სამართლიანად თანაბარ და კონკურენტულ გარემოს ვერ შევქმნით. ჩვენ ვითხოვთ სამართლიანად თანაბარ მდგომარეობას საარჩევნო ადმინისტრაციაში, ანუ საარჩევნო კომისიებში. სადაც დღეს ყველა საარჩევნო უბანზე 13 კომისიის წევრი და 12 ქართული ოცნების აქტივისტია დანიშნული და კიდევ პლუს 1 დამკვირვებელი ისის ბიუჯეტიდან დაფინანსებული. ჩვენ ვითხოვთ თანაბარ და სამართლიან მდგომარეობას უფასო სარეკლამო დროის ლიმიტის გადანაწილების დროს და დღევანდელი მდგომარეობით ეს უფასო სარეკლამო დროის ლიმიტი აქვს ქართულ ოცნებას, ნაციონალურ მოძრაობას და ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას, რომელიც ჩვენთან ერთად პატიოსნად მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ ეს მოთხოვნა, ჩვენთან ერთად ითხოვს, რომ ეს პრივილეგია თუ არსებობს და ექნებათ ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას, ასევე რომ გქონდეს ჩვენად. თუმცა არც ნაციონალურ მოძრაობას უნდა ამის გაგება და არც ქართულ ოცნებას. ასევე ჩვენ ვითხოვთ საარჩევნო სისტემის ცვლილებას, აი პარაზიტებად, წვრილ ფეოდალებად, ბიზნესმენებს თუ დავესესხებით,
გადაქცეული მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და მის ნაცვლად მრავალმანდატიანი ოლქების შემოღებას და ჩვენ ვთხოვთ სიების გადამოწმებას. იდენტიფიკაციას ამორჩევლების როგორც უნდათ ბიომეტრიული მათივე მოთხოვნა იყო, მაგრამ ისეთი სიები, სადაც გაწმენდილი იქნება სიები მკვდარი სულებისაგან და ერთი პასპორტით 10 ჯერ არ მისცემს ერთ და იგივე ასე იგი ადამიანი ხმას. ეს არის ჩვენი ძირითადი მოთხოვნები და ამიტომ ჩვენ მართალია რომ ერთ-ერთი მოთხოვნა არის შესრულებული, მაგრამ მინდა თქვა რომ როცა ავატყობს ექიმი დანიშნულებას უნიშნავს, აუცილებელია რომ ავატყობა ზედმიწევნით ყველა დანიშნულების მიხედვით მიიღოს ისწავლები, თორე თუ კი ის მიიღებს მხოლოდ ერთ წამას და 5-ს არ მიიღებს აქედან, ავატყობი არ განიკურნება. შესაბამისად, ჩვენი ავატყოფი დემოკრატია, რომელიც ჩვენ არ ქონდა ავტორიტარული რეჟიმი და ქონდა ისეთი საარჩევნო კოდექსი, რომელიც არანაირ мотивაციას არ უქმნიდა ხელისუფლებას შრომის და მას ქონდა უშრომელი შემოსავლის დარჩება იგივე მდგომარეობა. აი თუ კი ადამიანს აქვს უშრომელი შემოსავლის, თქვენ მინდა დავსვა შეკითხვა ტელემაყურებელსაც მინდა ვკითხო. თუ თქვენ შეგიძლიათ უშრომელად მიიღოთ შემოსავლები, მაშინ თქვენ რატომ უნდა იშრომოთ? თავისთავად ხადი არ არსებობს არანაირი мотивация, რომ ადამიანი დილით ადგეს და წავიდეს და იმუშაოს, არა? უკეთესი პროდუქცია შექმნას, იმიტომ რომ შემოსავალი მაინც უშრომელად აქვს. აი ეს საარჩევნო კოდექსი ხათუნა გოგორიშვილის ავტორობით დაწერილი აძლევს ნებისმიერ ხელისუფლებას საშუალებას უშრომელად შეინარჩუნოს ძალაუფლება. კონკურენციის და განვითარების გარეშე აძლევს უფლებას, რომ არ შეასრულოს არც ერთი დანაპირები და ნაცვლად შეპირებული ტარიფების შემცირებისა გაზარდოს ტარიფები. მაგალითად, თქვენ გახსოვთ ხო, ძალიან ოდიოზური იყო დაშეპირება ივანიშვილის, ოდიოზური არ იყო, სწორი იყო და უნდა განხორციელებული იყო. როცა ისინი პირდებოდნენ მიანას იპოთეკით დაზარალებულებს, რომ ვალებსაც გაგისტუმრ არც მეტი არც ნაკლები იცით თუ არა თქვენ რომ სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა, რა თქმა უნდა, ფინანსთა სამინისტროს შეთანხმებით და კრედიტზე პროცენტები იზრდება. ანუ ეროვნულმა ბანკმა გაზარდა რეფინანსირების პროცენტი 0.25%. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ რომ ვინმე კრედიტს აიღებს იმას კი არა, გუშინ რომ მქონდა კრედიტი აღებული თუ გაქვთ კრედიტებს სხვადასხვა მინდა ვაცნობო ხალხს ჯერჯერობით ამას უმალავდე, მისი საკრედიტო შენატანი ყოველთვიური გაიზარდა, ნაცვლად იმისა, რომ პროცენტი დაეწია როგორც პირდებოდა და ანაბრები, ესე იგი თუ კრედიტები გაესტუმრებია ხალხისათვის. გასაგებია, თუმცა 5 პუნქტიდან ერთ-ერთი შესრულება თქვენი აზრით მაინც არის თუ არა გამარჯვება თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ან შემხვედრი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან გადმოდგმული არასაპარლამენტო პარტიების მიმართ. ამას ახლა მე რო დიდი დრო არ წავიღო კოლეგების კახა ჩემს უკეთესად აგისნო, მაგრამ ეს ჩვენ, ესე იგი, ჩვენ არ ვართ ორიენტირებული მინდა ახსნა 3%-ის აღებაზე. როგორც ჩვენ რაღაც ესე იგი 3% თუ აიღებთ 9 მილიონი დავაფინანსებთ. დაფინანსებასთან დაკავშირებით აუცილებლად ჩვენ გეგმავთ თბილისში და რამდენიმე დიდ ქალაქში მოუგოთ მერობის არჩევნები, იმიტომ რომ შეცდომა მოუგოთ ქართულ ოცნებას. კი, ქართულ ოცნებას, დიახ. და ასევე ჩვენ გეგმავთ რომ საერთოდ გავაქროთ პოლიტიკური ასპარეზი და ნაციონალური მოძრაობა. ანუ ჩვენ წარმატებულ კონკურენტულ გარემოს ვითხოვთ, იმიტომ რომ წარმატებულად გამოვიდეთ და არ ვართ ორიენტირებული ხლა 3%-იანი ბარიერის გადალახვაზე. ამიტომ ის რომ 50%-იანი ბარიერი გადალახეს, ეს არის ერთ-ერთი ჩვენი მოთხოვნა სისტემური რეფორმიდან, მაგრამ რჩება 5 კიდევ ძირითადი მემართულება, რომლის არ განხორციელების შემთხვევაში სამართლიანი და კონკურენტული გარემო არ შეიქმნება და ეს უბრალოდ იცი რა არის, იძულებითი ნაბიჯია, რაღაც ძვალის გადმოგდებას გავს, რომ იქნებ ოპოზიცია როგორღაც გავაჩუქოთ. გასაგებია, ბატონო კახა, თქვენ როგორ შეაფასებთ ამ ხელისუფლების ინიციატივას 50%-იან ბარიერთან დაკავშირებით? დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისათვის. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ არის ძალიან კარგი, რომ 50%-იანი ბარიერი ბოლოს და ბოლოს მივახციეთ, თუმცა ყველაფერს დავარქოთ თავისი სახელი. ჩვენ საავტორო უფლებას არ ვიჩემებთ და არც რაღაცა პრემიას ვერ ვთხოვთ ამაში, რომ 50% ბარიერს მივახციეთ, მაგრამ დღეს მე უყურებდი ბატონ ღარიბაშვილს და ცოტა არაკორექტული შეფასება ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით. სიმართლე ვთქვათ, ეს არ არის ღარიბაშვილის ინიციატივა, ეს არის ოპოზიციის ინიციატივა. რომელსაც ღარიბაშვილი და მისი ქართული ოცნება უწევდა მედგარ წინააღმდეგობას რამოდენიმე თვის მანძილზე, თითქმის 1 წელია მიმდინარეობს ის დისკუსია და კატეგორიულად იყვნენ წინააღმდეგი და ბოლოს და ბოლოს ჩვენ გავიტანეთ ეს საკითხი. აი ეს არის სიმართლე და არა ის რომ ხელისუფლებამ გადმოდგა ნაბიჯი. თქვენ შეკითხვა ძალიან კარგად დასვით, რაზე შეთანხმდით ხელისუფლებასთან. შეთანხმება ის იქნებოდა, რომ როცა ჩვენ ეს საკითხი დავაყენეთ
ჩვენი ლანძღვაგინება კი არ დაეწყოთ, გახსოვთ, ახლა 50%-იანი ბარიერზე ერთი კვირის წინ ივანიშვილს რო დაუსვეს შეკითხვა, რას ფიქრობთ რა, მაგალითად, ჩემი გვარი დასახელდა იქ, უკავა ითხოვს 50%-იან ბარიერს, გახსოვთ რა, ლანძღვაგინების კორიენტელი მოყვა ბატონი ივანიშვილი ჩემი მისამართით, ხო? აქედან გამომდინარე, 50%-იანი ბარიერი ეს არის ჩვენი მიღწევა, არასაპარლამენტო ოპოზიციის მიღწევა და ამას ნუ დაგვამადლის და მე მინდა შევპირდე იმ ადამიანებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანი არის საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ევროპული განვითარება, კიდე გადმოვაგდებინებთ ხელისუფლებას, ბარტყებს ამ მიმართულებით ჩვენ და კიდე მივახცევთ საარჩევნო რეფორმას. ეხლა რაც შეეხება იმას, რაც ჯონდიმ თქვა, სრულად დავეთანხმები, საარჩევნო რეფორმა არ შედგება მხოლოდ ერთი მუხლისგან. საარჩევნო ბარიერი არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, პრინციპული საკითხი, მაგრამ ერთ-ერთი საკითხი იმ ჩამონათვალიდან, რომელიც არის ოპოზიციის წინადადებებში და კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ეს არის რვიანის წინადადებები. ანუ ჩვენ არაფერს ახალს არ ვთხოვთ ხელისუფლებას, გარდა იმისა, რასაც თვითონ ქართული ოთხგზნობა ითხოვდა ნაციონალური მოძრაობისაგან. ამიტომ ის დამოკიდებულება, რაც ახლა დღეს აქვს ჩვენს ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრს, რა ერთ საკითხს გადმოგიგდებთ და დანარჩენზე არაფერზე არ ელაპარაკოთ, ეს არის ის ტექნოლოგია, რომელსაც იყენებდა წლების მანძილზე მიხეილ სააკაშვილი. გაიხსენეთ ყველა საკითხის დროს. თუმცა კანონპროექტი ჯერ კიდევ მომზადების პროცესშია, თქვენ გამორიცხავთ იმას, რომ ბატონმა უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დაიხურა და მათ თქვეს, რომ აი ეს არის ყველაფერი, ამის იქით მოლაპარაკებები არ გაგრძელდება. და ეს მე მინდა შევახსენოთ ჩვენ საზოგადოებას აქვს მიღებული კარგი გამოცდილება მიხეილ სააკაშვილის დროს. სააკაშვილი ხო ასე იქცეოდა ყველა მოლაპარაკებებზე. რაღაცა ერთ საკითხს გადმოაგდებდა, მაგალითად 7%-იანი ბარიერი დაწია 5%-იან ბარიერამდე და მე იყვედრებოდა ამას, რომ აი ხო დავწიოთ ბარიერს, სხვას ნუ რაფერს ნუ ითხოვთ. ან შემოიღეს თბილისის მერის პირდაპირ არჩევნები და ამბობდნენ, აი მეც ნუ რაფერს ნუ ითხოვთ. ეს არ არის სწორი მიდგომა. რეფორმა არ ტარდება კუკავასთვის, ბაღათურიასთვის, ლორდ კიფაინძისთვის და ახვლედიანისთვის. ანუ თქვენ თვით რომ ეს არის მაქსიმუმი, რაც ამ ეტაპზე შეიძლება ხელისუფლებამ გააკეთოს? არა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მივახცევთ მეც, იმიტომ რომ დღეს ჩვენ მქონდა ძალიან იმედი ფუნქციების მას სურს მაშინ. მათ თქვეს ეს კი, უსუფაშვილმა ეს გუშინ დაადასტურა. ხოშორს ეს ითქვა ღია ტექსტითაც, რომ უსუფაშვილმაც მიიღო ეს ინფორმაცია ტელევიზიით, თორე ამის გაკეთებას არაპირებდნენ ისინი, ეს ღარიბაშვილმა ტელევიზიით გავრცელა ეს განცხადება, ისე რომ უსუფაშვილისთვის არ უკითხავს, რადგან ამ თემას შევეხეთ, ვიტყვით, რომ ესეც ქვეყნის პრობლემაა. და ჩვენ ველაპარაკებით პარლამენტის ლიდერებს საარჩევნო კოდექსზე. და ამ დროს პარლამენტის ლიდერებს ჩვენ ქვეყანაში მოდით უთხრათ ტელეაუდიტორიას სიმართლე, არავინ არ კითხავს საარჩევნო კოდექსში რა ჩაიწერება. ამ საკითხს წვეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხუთე სამმართველო ეგრეთ წოდებული სუსის დეპარტამენტი, იქ წყდება ეგ საკითხები და ღარიბაშვილმა გამოაცხადა ეს ისე რომ დავით უსუფაშვილმა ეს ჩვენთან ერთად შეიტყო ტელევიზიაში ამის გამოცხადების შემდგომ. ეს ცალკე პრობლემა არის, რაც პოლიციური სახელმწიფოსთვისაა დამახასიათებელი. მე მთავარი რაც მინდა არ მინდა მეც რომ ცლად მივითვისო რაღაცა საეთერო დრო, ამიტომ მთავარს გამოვყოფ ტელემაყურებლისთვის შეიძლება არ არის ასეთი საინტერესო ყველა ცალკეული მუხლი, უბრალოდ მე ხელისუფლების გასაგონადაც და საზოგადოების გასაგონადაც მინდა თქვა. ნუ გვაყვედრიან, ეს საარჩევნო რეფორმა არ ტარდება ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის, ან დიმაშვილებისთვის, ან გიორგის მეგობრებისთვის. ეს არის ის, რაც ქვეყანას სჭირდება. 50%-იან ბარიერს ისე გვაყვედრიან, გეგონება ჩვენ ამის შედეგად რაღაცა ესე იგი ოჯახში შემოსავალი შემოგვივა. ეს არის კარგი, თუ გვინდა ამ ქვეყნის განვითარება და ამ ქვეყნის დაახლოება ევროპასთან. ძიძიგური რომ ამბობდა, რომ 40% არის იერუსალიმშიო, 50% არის ლონდონში, პარიზში და ბერლინში და ამ ქვეყნისთვისაა კარგი, რომ ჩვენ გვექნება ის სისტემა, რომელიც ლონდონში და პარიზშია და არა ის სისტემა, რომელიც სადღაც ახლო აღმოსავლეთში არის. და თუ ანალოგიურ დათმობებზე წამოვედნენ ამორჩეულთა სიესთან მიმართებაში, საარჩევნო ადმინისტრაციასთან მიმართებაში, სარეკლამო დროსთან მიმართებაში და ჩვენ კანონმდებლობას დაუახლოვებთ ევროპას, ეს არის საქართველოსთვის კარგი და ძალიან ცუდი არის, თუ ჩვენ ხელისუფლებას ეს არ ესმის, საბედნიეროდ ეს ძალიან კარგად ესმის საქართველოს ოპოზიციასაც, სამოქალაქო სექტორსაც, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც და ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ერთ ბოლო წინადადებას ვიტყვი უბრალოდ ჩვენ საზოგადოებას ახსოვს რომ 20 წელია სამარცხვინო არის ჩვენ 22 წელია დამოუკიდებლობა რაც გამოვაცხადეთ წერს საარჩევნო კოდექსს აბსოლუტურად ყველა არჩევნების შემდგომ იქნება ეს სამუშაო ჯგუფი და ხელახლა იწყება ჩვენ რა უნდა შევქმნათ ჩვენ ქართულმა ერმა თუ ცივილიზებულ ერზე გვაქვს პრეტენზია და დემოკრატიულ სახელმწიფოზე რომ აი ეს ყველაზე უმნიშვნელო დოკუმენტი ვერ შევქმნით 22 წელია იმდგარ რომ ყველა ხელისუფლება კორუმპირებული არის და ყველა ცდილობს თავის თავზე მოირგოს ეს თემა უნდა დაიხუროს ერთხელ და სამუდამოდ დავწეროთ როგორც ეს ფრანგებმა გერმანელებმა ავსტრიელებმა გააკეთეს დავწეროთ ერთხელ და სამუდამოდ ეს საარჩევნო კოდექსი ისე რომ ყოველი შემდგომი არჩევნებისთვის არ გახდეს ახალ და ახალ მთავრობებზე მოსარგები აი ამას ვეთქვით მეც გასაგებია და მე ახლა მაცნობებენ რომ ქუთაისიდან ჩვენ უკვე შეგვიძლია ჩავთოთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბატონი გიგაბუკია
უკაცრავად ჩვენ რამდენიმე წუთში დაუბრუნდებით ქუთაისს. ბატონ გიორგი ახვლედიანს მინდა შემდეგ კითხვა დაუსვა. ბატონო გიორგი, ქრისტიან-დემოკრატები როგორ შეაფასებთ აი მიმდინარე პროცესებს, განსაკუთრებით კიდევ ერთხელ გავუსვამდი ხას აი გუშინდელ ინიციატივას 50%-იან ბარიერთან დაკავშირებით უკვე ხელისუფლების მხრიდან. დიახ, პირველ რიგში უნდა კარგად გამოვკვეთოთ ის, რომ ეს არ ყოფილა ხელისუფლების ინიციატივა, ამაზე კოლეგებმაც ისაუბრეს. ეს არ ყოფილა მათი ინიციატივა. მათი ინიციატივა იყო 40% ქალაქებში, 33% მუნიციპალიტეტებში. გამგებლების არჩევაზე 33, მერების 40. აი ეს იყო მათი ინიციატივა. ეს უკვე მას შემდეგაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, თორე ოპოზიციაში შეცაბრძანდებოდნენ, მაშინ 50% იყო და ხმალამოღებული იბრძოდნენ ამისათვის. მაგრამ როგორც ჩანს, მე ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სასწრაფოდ კომფორტული ხდება უკვე ისეთი ტექნოლოგიების შემოღება, რომელიც რაც შეიძლება დიდხანს შეგანარჩუნებინებს ხელისუფლებას. საზოგადოებამ მე მგონი უკვე კარგად გაიგო, ამდენი კვირა და თვეზე მეტია ყოველდღიურ რეჟიმში ვსაუბრობთ და 50%-იანი ბარიერის არსი კარგად გაიგო. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნებზე მისული ამომრჩევლის უმცირესობას უნდა აერჩია მერიან გამგებელი, ასე ითხოვდა ქართული ოცნება. ჩვენ ვითხოვდით, რომ არჩევნებზე მისული ამომრჩევლის უმრავლესობამ უნდა აირჩიოს, როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება ეს. შესაბამისად, აი მანდ იყო ძალიან ესეთი სერიოზული დაპირისპირება. მთელი თვის განმავლობაში, რაც ეს ინტერფრაქციული ჯგუფი მუშაობს, ხელისუფლების წარმომადგენლები, ყოველ შემთხვევაში ის ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ინტერფრაქციულ ჯგუფში, ასე ვთქვათ, ჩვენთან ერთად მუშაობდნენ, კატეგორიულად არ ეწინააღმდეგებოდნენ 50%-იან ბარიერს ჩვენ მოთხოვნას და თავგამოდებით და ხმალამოღებული იცავდნენ ამ 40%-იან და 30%-იან, 33%-იან ბარიერებს საარჩევნო კოდექსში. დღეს მე გაუგლებული დავჭი, როდესაც მოვისმინე სწორედ იმ ადამიანების არგუმენტები, ხელისუფლების წარმომადგენლების, რომელიც ჩვენთან ერთად ისხდნენ ამ ინტერფრაქციულ ჯგუფში და ნუ აი ხმალამოღებული გვებრძოდნენ ამ ბარიერთან დაკავშირებით, მათი არგუმენტები, რომ ჩვენ ყოველთვის 50% გვინდოდა. და ეხლა ეს ღარიბაშვილმა რო თქვა, ხო, ღარიბაშვილმა რო თქვა, ჩვენ ყველას ეს 50% ხო ყოველთვის გვინდოდა, კაცო და რას ლაპარაკობდა, ჩვენ ყოველთვის ამის მომხრე ვიყავით და არ გაჭირვებია ღარიბაშვილს ამ ინიციატივის გატანა. ნუ მოკლედ კომედია ხდება, საერთოდ, აი იმას ხო ყოველდღე გვეუბნებოდნენ ამ საარჩევნო ამ თვითმმართველობის, რა ქვია, ინტერფრაქციულ ჯგუფში მუშაობისას, რომ ჩვენ ბევრი ვართ, ვერ ვთანხმდებით, დრო გჭირდება. ერთი კვირა გვაცალეთ, ორი კვირა გვაცალეთ, ერთი თვე გვაცალეთ, იმიტომ რომ ბევრი ვარ, სხვადასხვა აზრი გვაქვს ყველას და სანამ შევთანხმდებით, ყვიცით რა პრობლემა, ეს გავიგეთ. მაგრამ, ნუ ყოველ შემთხვევაში, ყოველდღიურ რეჟიმში ახალ-ახალი აღმოჩენები, ნუ ეს არის, ნუ ამ შემთხვევაში საოცრებათა და დილეტანტიზმის და არაპროფესიონალიზმის მთელი ფეიერვერკი, მაგრამ ეს სხვა პრობლემაა. რაც შეეხება ეს ხელისუფლების ინიციატივა, გითხარით, რაც იყო ჩვენი ინიციატივა, ასე ვთქვათ, გავიდა და გავიმარჯვეთ. ნამდვილად გავიმარჯვეთ ამ კონკრეტულ. ან თქვენ თვით რომ ეს არის გამარჯვება. რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ მომენტში ჩვენ გავიმარჯვეთ და უმცირესობა აღარ აირჩიოს მერს და გამგებელს. რაზე აქვს საუბარი. მაგრამ ამ შემთხვევაში თან დღეს ღარიბაშვილმა იადაც გამოაცხადა, რომ თურმე საზოგადოებასაც ეს ენდომებია. საზოგადოებასაც ესე უნდოდა და ამიტომ ჩვენ რაღა დაგვეკეთებინა. ანუ ჩვენ გავიმარჯვეთ სწორედ ის, რომ საზოგადოებას აუხსენით. საზოგადოებას კარგად დავანახეთ და განუმარტეთ და დეტალურად გავაგებინეთ. თუ რატო უნდა უჭერდეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უმრავლესობით არჩეულ მერს და გამგებას და არა უმცირესობით. გასაგებად, ბატონო გიორგი, დიდი ბოდიში და მოგეხადოთ, მე მასწავლებლები რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია ქუთაისიდან ჩავთოთ ბატონი გიგა ბუკია, მოვესმინოთ უმრავლესობის არგუმენტაციას და შემდეგ გავაგზავნოთ საუბარი. ბატონო გიგა, მოგესალმებით. მოგესალმებით, მეესალმებით თქვენ ხმულებს. ბატონო გიგა, პირველ რიგში მინდა დაგისვათ კითხვა გუშინდელი პრემიერის ინიციატივასთან დაკავშირებით. როგორც ვიცით, უმრავლესობა რამდენიმე თვის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა 50%-იან ბარიერს, თუმცა გუშინ უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ 50%-იანი ბარიერი მისაღებია. რით იყო გამოწვეული ეს ინიციატივა და გადაწყვეტილების ეს შეცვლა? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ კოალიცია და უმრავლესობა კი არ ეწინააღმდეგებოდა და ამბობდა, რომ 50%-იანი ბარიერი ეს იყო ცუდი. არამედ ჩვენ ვამბობდით, რომ რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ეს არის ეტაპობრივად გაწერილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ დროისათვის ვფიქრობდით, რომ იმ გარე თუ შიდა ფაქტორების გათვალისწინებით, იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც ქვეყანაში ხდება, ამ ეტაპისთვის უმჯობესი იქნებოდა თუ იქნებოდა 40%-იანი ბარიერი.
მაგრამ ბატონი ღარიბაშვილის პრემიერის ასე ვთქვათ სიტყვამ რა თქმა უნდა ეს ჩვენთვისაც იყო აბსოლუტურად მისაღები და ჩვენ გამხარდაჭერილი რომ რეფორმა უფრო დროში დაჩქარებულად ყოფილიყო და სრულ ყოფილიყო, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ თვითმმართველობის არჩევნებში მერებისა და გამგებლების გამარჯვებისათვის ბარიერი დაწესებულიყო 50%. ეს რა თქმა უნდა არის მისასალმებელი, იქიდან გამომდინარე რომ ყოველივე ის პრობლემა რომელიც მუდმივად და წლების განმავლობაში აწუხებდა საქართველოს მოსახლეობამ, დღევანდელმა უმრავლესობამ და ხელისუფლებამ აიღო ეს პასუხისმგებლობა და გადაწყვიტა პირველ რიგში მინდა შეგახსენოთ ამავე დროს რომ მიღწევა არის ასევე ის რომ საქართველოში 12 თვითმმართველ ქალაქში მერი პირდაპირ წესით იქნება არჩეული და მისთვის ბარიერი იქნება 50%, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში გამგებლები იქნება პირდაპირ წესით არჩეული 60 მუნიციპალიტეტია საუბარი და ეს არის რევოლუციური ცვლილება თვითმმართველობისა, რომელიც მართლაც ნატურაც და ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო რამდენიმე წლის წინ. ბატონო გიგა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვისაუბრეთ, რაც შეეხება 50%-იან ბარიერს, გუშინ ინტერფრაქციული ჯგუფის თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ პრემიერმა არგუმენტებით მოახერხა უმრავლესობა დაერწმუნებინა 50%-იანი ბარიერის უპირატესობაში ამ ეტაპისთვის. თუ შეიძლება გითხრათ, რა კონკრეტული არგუმენტები ჰქონდა პრემიერს ამ ეტაპზე 50%-იანი ბარიერის სასარგებლოდ? ჩვენი ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იმისა, რომ ბარიერი ყოფილიყო შედარებით ნაკლები, მე მინდა შეგახსენოთ, რომ იქამდე ბარიერი იყო 30%, რომელსაც მხოლოდ თბილისში პირდაპირ წესით არჩეული მერის შემთხვევაში იყო, ჩვენ ეს ბარიერი იქაც კი იმ პერიოდში გავზარდეთ 40%-მდე. მაგრამ ჩვენი არგუმენტი იყო, რომ არ გაგრძელებულიყო არჩევნები უფრო და მეორე ტურის შესაძლებლობა ყოფილიყო ნაკლები, ამ ეტაპისთვის ჩართულად ბიზანტიის შეწმენილად გვაჩნდა, რომ 40% იქნებოდა ის რეალური საკმარისი ბარიერი, რომ ასევე ლეგიტიმაცია ყოფილიყო არჩეული პირის და ამავე დროს მეორე ტურის ალბათობა ყოფილიყო ნაკლები. მაგრამ იქიდან გამომდინარე კიდევ მეორებ, რომ ბატონმა ირაკლიმ და მისი პოზიცია იყო ასეთი, რომ უმჯობესია დღესვე ეს საკითხი იყოს გადაწყვეტილი, რამე თუ არავის მომავალში არჩეული მერის თუ გამგებლის ლეგიტიმაციის საყნების სურვილი არ გაუჩნდეს. იყო თუ არა ეს გარკვეული დათმობა ბატონო გიგა არასაპარლამენტო პარტიების მიმართ? როგორც ვიცით, ერთ-ერთი მოთხოვნა იყო 50%-იანი ბარიერი. მე ამას დათმობად არ ჩავთვლიდი, რატომღაც არ ვატყობ ოპოზიციას ამ საკითხისადმი დიდ აღტაცებას მაცახეებზე ვერ ვხედავ. არ ამგონია მათთვის ეს ყოფილიყო ის მოთხოვნა, რომელსაც რეალურად უფრო ახმოვანებდნენ ვიდრე მათ სურვილებში გამოიხატებოდა. ყოველ შემთხვევაში მათ შეუძლიათ თავისუფლად ღიად ჩაერთონ ამ წინასაარჩევნო ქმედებებში და მათ დაამტკიცონ მომავალ არჩევნებში თუ რამდენი პროცენტი მოსახლეობისა უჭერს ხარია. აქედან გამომდინარე, თუ ეს ჩათვლილი იქნება ერთობლივ მიღწევად, მე მოხარული ვიქნები, ვინაიდან ეს ქვეყანა არ არის არც ოპოზიციის, არც ხელისუფლების, ეს არის ერთობლივად ჩვენი ქვეყანა და ჩვენ ქვეყანაში მიღწეული და წარმატებულად გადადგმული ყოველი ნაბიჯი ყველასთვის მიღწევა. ამავე დროს მე მინდა მოგახსენოთ, რომ ეს არის ერთ-ერთი საკითხი, ამის გარდა დღეს კომიტეტზე განხილულ საკითხთა შორის ჩამონათვალში 200-ზე მეტი ცვლილება შედის და მე ჩამოსვლამდე ბატონ ჯონდის უსმენდი, მან რამოდენიმე საკითხის ჩამოთვლა გააკეთა, რასაც ითხოვდა ოპოზიციის და მე მინდა გითხრათ, არა მარტო ეს ერთი თემა, ასე ვთქვათ, დღის წესრიგში შეტანილი, არამედ პირდაპირ ის საშუალება, რომ უფასო ეთერის საშუალება მიეცეს ყველა სუბიექტს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას ღებულობენ, ესეც არის გამოფროების ჩასახული და მრავალი ის თემა, რომელიც გულისხმობთ რეგიონულ ტელევიზიას ბატონო გიგა. ოპოზიციას აწუხებდა. რაღაც ახალზეა საერთოდ დროს გულისხმობთ რეგიონულ მაუწყებლებში? გიგა, ახლა კი ვიქნებით აღტაცებულები თუ რამე სიახლეს. რეგიონულ მედიას აღტაცდებით. ბატონო ეხლა კი ვიქნები გახარებული თქვა, მოგვითხრა სიახლე თუ ბატონო გიგა, საერთოდ დროს გულისხმობთ რეგიონულ მაუწყებლებში, ალბათ ამ ინიციატივას.
დიახ, რეგიონალურ მაუწყებლებს თქვენ მოგეხსენებათ, იქამდე რეგიონალური მაუწყებელი თუ გამოაცხადებდა სურვილსაც კი რეკლამა განეთავსებია თავის ბადეში, მას ვალდებულება უსწრებოდა უფასო დროის გასცემისა. ჩვენ ეს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან ერთად აბსოლუტურად დაბალანსებული კანონპროექტი მივიღეთ. ამავე დროს ის უფასო დრო, რომელიც რეგიონულ მაუწყებელს უშუქება ვალდებულების სახით, ყველა კვალიფიციურ სუბიექტი განაწილდება თანაბრად. აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, ეს ოპოზიციისთვის იქნება ის რეალური საშუალება თავიანთ ამომრჩევლებს რეგიონებშიც მიაწოდონ ხმა. აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა, რომელიც მათ აწუხებდა და სამართლიანად აწუხებდა, მე მგონი მათთვის უკვე არათუ მგონი არამედ გადაწყვეტილია. და კიდევ მრავალი საკითხი დაფინანსების თემები და მრავალი ისეთი ნიუანსური თუ სერიოზული საკითხი, რომელიც ზოგადად არჩევნების სამართლიანობის უზრუნველყოფისათვის არის საჭირო, ასევე არის ინიციირებული. ერთ-ერთი მაგალითისთვის მინდა გითხრათ, მუდმივად იყო ძალოვანი სტრუქტურების გამოყენება ხდებოდა იმ მუნიციპალიტეტებში თუ ქალაქებში, სადაც ხელისუფლებას უჭირდა და ადგილობრივ თვითმმართველობებში მაჟორიტარების ასარჩევად იყენებდა სპეციალურად სპეცნაწილებს. ჩვენ ეს შეზღუდვა შევიტანეთ კანონში, დღეს იქით როდესაც კანონის შემოქმედებაში ძალოვან უწყებებს სპეცნაწილებს არ შეეძლებათ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარებისა და გამგებლებისა და მერების არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, თუ ისინი არ არიან ადგილზე თუ არ არიან ადგილობრივები. და ბატონო გიგა, რაც შეეხება არასაპარლამენტო პარტიების მოთხოვნას ბიომეტრიულ სიებთან დაკავშირებით, როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობის პოზიცია დღეს? მე მოგახსენებთ, უახლოეს დღეებში იუსტიციის სამინისტრო გააკეთებს პრეზენტაციას. ახლა მიმდინარეობს ყველა იმ სურათის ბიომეტრიზაცია და ერთმანეთთან შედარება. ეს არის 3 მილიონ ნახევარზე მეტი ბაზა, რომელიც არის იუსტიციის სამინისტროში. უკვე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საკმაოზე მეტი გაურებები არის უკვე აღმოჩენილი და სია იქნება დაწმენდილი. ამავე დროს ჩვენ გეგმავთ, რომ საარჩევნო უბანზე სია იქნება სურათთან ერთად, ასე ვთქვათ, ადამიანს ერთი ხმა, ერთი სახე, ერთი არ პიროვნება, ეს იქნება დაცული და ის მავნე ტრადიცია, როდესაც გაყალბებული დოკუმენტაციით ერთი პიროვნება თავისი გაყალბებული რამოდენიმე სურათი იყო მოთავსებული, სხვადასხვა ადგილას აძლევდა ხმებს. ეს შესაძლებლობა უკვე შეიძლება 60 წლის წინ არის გადაღებული. დიდი ბოდიში ბატონო გიგა, ბატონი დიმიტრი ლორკიფანიძე ითხოვს დაზუსტებას, რას უნდა შედარდეს სურათი, ანუ როგორ უნდა მოხდეს კონკრეტულად, თუ გაქვთ ინფორმაცია, როგორ უნდა მოხდეს ბიომეტრიზაცია? ფოტოს ბიომეტრიზაციას როგორ ახდენთ? გიგა. ახლა ეს არის ძალიან ტექნიკური საკითხი. არა, გითხარი ეს ტექნიკური საკითხი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს უნდა ვიცოდეთ რა. ან თუ გაქვთ ინფორმაცია დაახლოებით იუსტიციის სამინისტრო არის აქვს ინფორმაცია, მაგრამ ზუსტად ამისათვის გეუბნებით, რომ იუსტიციის სამინისტრო უახლოეს დღეებში გააკეთებს პრეზენტაციას მასმედიისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის, არასამთავრობოებისათვის დეტალებში. ეს იქნება ვიზუალურადაც ნაჩვენები, ასე ვთქვათ, PowerPoint-შიც ყველანაირად თუ როგორ რა დეტალები და ასეთი ნიუანსური საკითხები იქნება. მე ახლა უბრალოდ მაქვს საშუალება უფრო ზეპირსიტყვიერად მოგახსენოთ, აქედან გამომდინარე ბიომეტრიული მონაცემებზე იქნება ყველა ის სურათი. მე ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ 1,5 მილიონზე მეტი, ასე ვთქვათ, ბიომეტრიული სურათით არის უკვე პირადობის მოწვევები, რომლებიც არის გაცემული, ხოლო დანარჩენი სურათი გადაყვანილი იქნება ბიომეტრიულ მონაცემებში იქნება გადაყვანილი და როგორ და რა ტექნიკური მახასიათებლები ექნება, კიდევ მეორე, ამისათვის იუსტიციის სამინისტრო ჩაატარებს სპეციალურ ჩვენებას ამ საკითხის დეტალიზაციისათვის და ყველა დაინტერესებულ მხარეს შეიძლება დეტალებში ჩაიხედოს და ყველა კითხვას მათ მიერ. გიგა, წინასწარ რეგისტრაციაზე რატო თქვი თუ არის? ადრე იყო სმარტმატიკის მიერ შემოთავაზებული, კარგად გახსოვს ალბათ. ფაქტიურად აღარ დაგვრჩა. არა, ძალიან მნიშვნელოვანია ყოფილი რვიანის ყველა სუბიექტი, მათ შორის კონსერვატორები ამას მხარს უჭერდნენ თავის დროზე. და 8 მილიონი ჯდებოდა ბატონმა ბიძინამაც გააკეთა განცხადება. დიმიტრი, ცუდადღესვის გაიმეორე თუ შეიძლება. ბიომეტრიული წინასწარი რეგისტრაცია ვერ გავიგე.
წინასწარი რეგისტრაცია ბიომეტრიული სიების შედგენის კუთხით რატომ არის მიუღებელი თქო თქვენთვის? წინასწარი რეგისტრაცია რატომ არის მიუღებელი უმრავლესობის? არ არის მიუღებელი, დიმიტრი, მოგახსენებთ. ჩვენთვის ეს მიუღებელი არ არის ელემენტარულად 2014 წელს ჩვენ საქართველოში თლიანად ვატარებთ აღწერას, აბსოლუტურად ყველა მოსახლე, ყველა პიროვნება და 2014 წლის ბოლოსათვის იგი ეგმება, რომ სრული ბიომეტრიული პასპორტიზაცია სხვადასხვა აქციებით იქნება უფასოდ და ასე შემდეგ იქნეს ქვეყნის მასშტაბით მოცული და აქედან გამომდინარე პარალელურ რეჟიმში ერთ და იგივე საქმეში ორჯერ სახის გადახდა ეს ამ ეტაპისთვის ჩაითვალა მიზანად შეუწონლად სამაგიეროდ ვიმეორებ ჩვენ სიები გვექნება გაწმენდილი ჩვენ გვექნება ბიომეტრიულად შემოწმებული სურათები და ადამიანებს საშუალება იმისი რომ მანიპულაცია გააკეთონ გაყალბებული დოკუმენტაციით თუ სხვა სახით სხვის მაგივრად ხმამისცენ ეს იქნება შეუძლებელი სია იქნება სურათიანი და ამავე დროს იქ შესაძლებელი იქნება ელექტრონული ვარიანტი და ასევე კომპიუტერში მთელი სია თავიანთი სურათებით და დამკვირვებლებს ექნება საშუალება თუ რომელიმე პიროვნებაზე კითხვა დაისვა ის ადგილზე იქნება შემოწმებული. აქედან გამომდინარე ორჯერ ხარჯილს მოვერიდეთ ეს იყო ერთადერთი მიზეზი და არა ის რომ ხელისუფლება არ ამბობს რომ პირიქით ჩვენი სულიდან ნებაცა რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში ვიცოდეთ კონკრეტულად რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში რამდენი ამომრჩეველი ყავს და ჩვენი პასუხისმგებლობა და ჩვენ მზათა ვართ იმისათვის რომ ამ კითხვას და ამ პრობლემას ერთი ამომრჩეველი ერთი ხმა ერთხელ და სამუდამოდ იყოს გადაწყვეტილი. გასაგებია, დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩართვისთვის განკუთვნილი დრო ჩვენამით ამოწურეთ. დიდი მადლობა ბატონო გიგა. მე შეგახსენებთ რომ ჩვენ ქუთაისიდან გვერდებოდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბატონო გიგა ბუკია. ბატონო გიორგი, გავაგრძელოთ საუბარი. ჩვენ მოვისმინეთ ყოველ შემთხვევაში ძირითად შტრიხებში მოვისმინეთ უმრავლესობის არგუმენტები თითქმის ყველა იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც აქ წარმოიშვა. მე მეგონა რაღაცა ახალს იტყოდა, თორე ამას ყველაფერს ჩვენც გეტყობით და გეტყობით გაცილებით დეტალურად და გაცილებით კონკრეტულად და ორივე პოზიციას. ესეთ ხელისუფლებას, რომელსაც დღეს არ აქვს არანაირი საშუალება და რატომღაც არანაირი სურვილი, რომ უმკურნალოს წამლით საარჩევნო კოდექსს, შპრინტში ასხამს წყალს და გვთავაზობს, რომ მოდი აი ამ წყლით ეგება და მოგყიდო ჩვენ როგორც წამალი. მოდით ესე პირდაპირ ვთქვათ, აქ იყო ნათქვამი ხელისუფლების მხრიდან დღეს ახლა საზოგადოებისათვის არის ძალიან ბევრი ტყუილი ნათქვამი. ტყუილი რას გულისხმობს? არავითარი კავშირი იმასაც იუსტიციის საბჭო, სამინისტრო ცოტა რამდენიმე დღეში წარმოადგენს, არავითარი კავშირი არ აქვს ბიომეტრიასთან. ეს არის გაციფრულება იმ სურათებისა, რომელიც არის რეესტრში ჩვენი პირადობის მოწმობების სურათები დაფიქსირებული. იმათ გააციფრულებენ და შემდეგ ჩვენ როდესაც მივდივართ ხოლმე საარჩევნო უბანზე და ჩვენ სახელს და გვაქვს პოულობთ სამაგიდო სიაში, გვერდზე იქნება ის სურათი, რომელიც პირადობის მოწმობაში გვაქვს. ბიომეტრიული პარამეტრები სულ სხვა რამეა. გეტყვით, ბიომეტრიული პარამეტრები ეს არის ბიომეტრიული სურათი ადამიანის, ბიომეტრიული ტექნოლოგიით გადაღებული ახალი სურათი, ბიომეტრიული ხელმოწერის დაფიქსირება და ბიომეტრიული თითის ანაბეჭდები. ამას ემატება აპარატურა, რომელთაც უნდა აღიჭუროს ყველა საარჩევნო უბანი, რომელსაც მერე ვერიფიკაცია უნდა მოხდეს. თქვენი აზრით მოსწრებადი იყო ეს ყველაფერი ამ პერიოდში? წელიწად ნახევარში მოსწრებადი. თქმა უნდა იყო. წელიწად ნახევარში მოსწრებადი იყო. მე მოვისმინე უმრავლესობის მხრიდან ასეთი არგუმენტებიც, რომ ამას ჭირდება დრო, ეს მოვალში შეიძლება გაკეთდეს. ორი წლის წინანდელ ამბავს გაგახსენეთ. 2 წლის წინანდელ ამბავს, როდესაც ჩვენ ერთად ვიბრძოდით ოპოზიციაში ყოფნი, იგივე რვიანი, სწორედ მაგისთვის შეიქმნა მაგ ფორმატისთვის, ბიომეტრიული სიებისთვის საბრძოლველად. და მაშინ სწორედ დღეს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალები, რომლებიც კურირებდნენ ბიომეტრიული სიების თემას, იქ გადანაწილებული ჰქონდა თემები, ამბობდნენ, რომ ამას 2 თვეში მოვასწრებთ. ჩვენც გვარწმუნებდნენ და ერთად უკვე ვარწმუნებდით ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ამას მოვასწრებთ 2 თვეში, რომ ბოლივიაში 3 თვეში მოესწრო და იქ ნახევარი ქვეყანა კიდევ მთაში ცხოვრობს და რა ჩვენთან რა პრობლემა არის ამ ხალხის შემოვლა. და ეხლა რომ მოვიდა ხელისუფლებაში, წელიწად ნახევარი გავიდა და ეს ვერ ესწრება. ვერ მოასწრეს ვერც საპრეზიდენტო არჩევნებამდე, მერე ფიცი დადეს და კანონში ჩადეს, რომ აუცილებლად მოვასწრებთ ბიომეტრიულ სიებს, როგორც უკვე ადგილობრივ არჩევნებზე და ამ საპრეზიდენტოზე ნუ დაგვაყჩობთო, ჩვენც აღარ ავაგდეთ, თქვა და აღარ შევუშვიეთ თავი და კარგით ჩავწერეთ კანონში, რომ ადგილობრივისთვის ბიომეტრია უნდა მოესწროს. დამთავრდა თუ არა საპრეზიდენტო არჩევნები, მეორე დღეს ვეუთხარით, რომ თუ ეხლავე არ დავიწყებთ, ვერც ადგილობრივისთვის ვერ მოვასწრებთ ხო? და ასე აგიხდეთ ყველაფერი. მოვიდა ადგილობრივი არჩევნები 2 თვე ნახევარში და ეხლა გვეუბნებიან ვეღარ ვასწრებთო. კი ვეღარ მოასწრეს. არ უნდათ და არ მოასწრეს.
როგორც ნაციონალურ მოძრაობას არ უნდოდა თავის დროზე ბიომეტრიული სიების მიღება და ამის რეალობად ქცევა, ისი აღარ უნდა დღეს ქართულ ოცნებას. ამიტომ საბოლოოდ როგორც ნაციონალურ მოძრაობამ გითხრა რომ ვაიმე დრო აღარ მაქვს ვეღარ ვასწრებ, ხო? ესეც იმას გვეუბნებიან ვეღარ ვასწრებ და დიდი ბოდიში. ანუ ეს არის არ მინდა და არ მოვასწარე. არავითარ ბიომეტრიასთან ამას კავშირი არ აქვს. ეს არის წარმოვიდგინეთ 40 წლის, 30 წლის, 20 წლის წინანდელი სურათები, რომელიც უნდა გაციფრულდეს საერთოდ რამდენი ათეული პროცენტი აღმოჩნდება იქ კიდე, რომელსაც არანაირი კავშირი არ ექნება ვიზუალურად იმ ადამიანთან, რომლის სახელთან და გვართან იქნება ის მიწერილი. წარმომიდგენია, ჩემს გარშემო ახლობლებს შორის არის უამრავი ადამიანი, რომელსაც აღებული აქვს 15-20 წლის წინ ის პირადობის მოწმობა და იქ დაფიქსირებული სურათით არ არსებობს რომ იმ ადამიანის იდენტიფიცირება მოახდინოს. შეუძლებელია. იმდენად იწვება ადამიანი 15-16 წლის ასაკში რო აიღებს პირადობის მოწმობას და 36 წლის რო არის დღეს. ძალიან იცვლება 20 წლის განმავლობაში და წარმოვიდგინეთ რომ იქ როგორი სიტუაცია შეიქმნება, დამკვირვებლები, წარმომადგენლები, კომისიის წევრები დახოცავენ ერთმანეთს ძალიან ბევრ შემთხვევაში რომ ეს ადამიანი ეს არ არის. და ნამდვილად ვერ იტყვის რომ ის სურათზე ის ადამიანი. ნუმერული ესკიზები. გასაგებია კატასტროფა ამ შემთხვევაში. აუცილებლად დაგეგმდა ბატონ დიმიტრის მიდია. მაგათი ერთივა ერთი ნიუანს დავამატებ და აი სწორედ 50%-იან ბარიერთან დაკავშირებით. როცა აკეთებს ერთს ხელისუფლება და სამს აფუჭებს იმ ერთს ეკარგება ყველანაირი აზრი. აი ამასთან დაკავშირებით ეს არ არის ცალ-ცალკე გაბნეული რგოლები. ცალ-ცალკე თემები მიმობნეული. ეს არის ერთმანეთში გადაჯაჭვული ყველა რგოლი, რომელიც ერთმანეთის გარეშე არს კარგავს. იმიტომ როგორც კი გავლივად არის ერთ-ერთი გაწყდა ის შედეგს არ მოგცემს. ეხლა წარმოიდგინეთ 50%-იანი ბარიერის მიღწევა, რატომ ვერ შეგვატყო ბატონმა გიგაბუკიამ კმაყოფილება სახეზე. ისეთ რატო? იმიტომ რომ 3 დღის წინ ამ 50%-იან ბარიერს საერთოდ აზრი დაუკარგეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ ინიციატივით, რომელიც შემოიტანა ვახტანგ ხმალაძე. გულისხმობთ რომ მერობის და გამგებლობის კანდიდატებს აღარ შეუძლიათ სიაში ჩაჯდომა. ამასთან ანუ დაკავშირებით აღარ ეყოლებათ ოპოზიციას მერობის და გამგებლობის კანდიდატები, აკრძალავთ ისეთი სიაში აღარ ჩადგებიან და 1000-ად გართულდება ესეთი ადამიანების მოძებნა, რომელიც დაგთახდება მარტო მერობაზე და თუ ვერ მოიგებს სახში წავა და ამას წინასწარ შეეგუება, ხო ხვდებით როგორია აბსურდული თემა და ეხლა როდესაც უკვე კანდიდატი აღარ ეყოლება, გინდა 50% იყოს ბარიერი, გინდა 60 და გინდა 80. არაფერი მნიშვნელობა აღარ აქვს, თუ შენ კანდიდატი არ აკავს. ამიტომაც შემოიტანეს ესეთი თემა, რომ დაუკარგეს მთლიანად აზრი, თუნდაც იმ დათმობას, რომელიც გარიბაშვილმა კაი ბიჭობის თვალსაჩინო ჩაიწერა რა. არ უნდა ხელისუფლებას, მაგრამ ის საზოგადოებისათვის კაი ბიჭია და ამიტომ ჩაიწერა ეხა ეს კულა. ძალიან კარგი, მაგრამ ამის ფონზე ჩათვალოს, რომ არაფერი აღარ გაუკეთებია. გასაგებია ბატონ დიმიტრი, თქვენ როგორ შეაფასებთ ხელისუფლების ინიციატივას და ზოგადად მიმდინარე პროცესებს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით? შეიძლება რეპლიკის უბრალოდ 30-იან ზუსტად რეპლიკისა. ის რაზეც ეხლა ვლაპარაკობთ, მათ შორის ამ სიებთან დაკავშირებით, ზუსტად იგივეს ვლაპარაკობთ ჩვენ ამ საპრეზიდენტო არჩევნების წინ. და მაშინ იმდენად გაცხარდა ჩვენ შორის კამათო თქვენს, რომ მოდი ამასო გავაკეთებთ ადგილობრივი თვითმმართველობისთვისო. და კანონშიც კი ჩაწერეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს ბიომეტრიული მონაცემებით თუ წარმოდგენის სიებით. ბატონ დიმიტრი, მივესალმები მეგობრებს, პარტიის ლიდერებს. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნა, ფაქტორად ყველაფერი იქნა გაშუქებული, ის რაც ყველაზე მეტად ვაწუხებს ჩვენ საზოგადოებას ყველას ერთად აღებულს და რასთან დაკავშირებითაც სხვადასხვა პერიოდში ამ ბოლო წლების განმავლობაში მთელი კოალიციები იქმნებოდა და მინდა გითხრათ, რომ ქართული ოცნების შემადგენლობაში მყოფი არაერთი პოლიტიკური პარტია იყო სწორედ დიდი რვიანი შემადგენლობაში, რომლის წინაშეც საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფის საკითხი იყო ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. და სხვა შორის სწორედ აი ამ პოლიტიკური რვიანის წიაღში იქნა განსაზღვრული აუცილებლად თანაც წინასწარ რეგისტრაციის საფუძველზე ბიომეტრიული სიების შედგენა, იქნა განსაზღვრული სწორედ ის ფაქტი, რამაც ძალიან დიდი ასე ვთქვათ, მოწონება დაიმსახურა საზოგადოებაში, როდესაც გახსოვთ, რომ საინიციატივო ჯგუფებს მიეცათ კანდიდატის წარდგენის უფლება და ეს იქნა აღიარებული დიდ მონაპოვრად თავის დროზე და სხვა შორის ის მონაპოვარი, რომლის მიღწევის გზაზეც აი ქართული ოცნების სუბიექტებსაც აქვს მონაწილეობა მიღებული, დღეს არის სრულიად იგნორირებული. დღეს მაგალითად მე არ გახლავართ რომელიმე პარტიის წევრი და მინდა აი ჩემს კოლეგებსაც შევეკითხო და მათი პოზიცია ძალიან საინტერესოა. აი მე რომ დამაყენოს ახლა რომელიმე საინიციატივო ჯგუფმა ქალაქის მერობის კანდიდატად. მე არ მაქვს ამისი უფლება უკვე წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის დონეზე. ამის შემოქმედნი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის ადამიანები არიან, რომლებიც რამოდენიმე 2 წლის წინ ამ მონაპოვარს თვლიდნენ ერთ-ერთ დიდ პოლიტიკურ წარმატებას.
თავისი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ცხოვრების მანძილზე. იმიტომ რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ქართულ ნაციონალურ მოძრაობას მანამდე მოქალაქეთა კავშირს ტაბუირებული ქონდა ეს თემა, რომ არ მომხდარიყო კანდიდატის ინიცირება საინიციატივო ჯგუფით და ის მომხდარიყო მხოლოდ პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ და ადვილი წარმოსადგენია ვინ იგულისხმება ამ პოლიტიკურ ორგანიზაციაში. დღესდღეობით ჩვენ რიგით მოქალაქეებს, რომლებსაც გვაქვს სურვილი თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში, საკრებულოში, ვთქვათ, მივიღოთ მონაწილეობა და ამავე დროს ვიყოთ კანდიდატი, ვთქვათ, ამავე ქალაქის მერობაზე, გვერთმევა ეს უფლება და ამასთან დაკავშირებით გიორგიმ შესანიშნავად ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია ამას არამც თუ არ გამორიცხავს, ამას სავსებით შესაძლებლად მიიჩნევს. როდესაც გუშინ სხვა შორის აი ბატონ გიგა ბუკიას ერთ-ერთ საეთერო გადაცემაში დაუსვით შეკითხვა, აი წარმოიდგინოს ერთი წუთით, რომ მივიღე მონაწილეობა არჩევნებში, მივიღე 35%, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი რომ მომეგო არჩევნები და მე მიუხედავად იმისა, რომ 150,000 ადამიანმა მომცა და დამიჭირა მხარი და მომცა ხმა, უფლება მერთმევა მონაწილეობა მივიღო საკრებულოს, ასე ვთქვათ, ცხოვრებაში, ანუ გავხდე საკრებულოს წევრი. ანუ იმავე თვითმმართველობის წარმომადგენელი, რომელიც ამ შემთხვევაში ორ ნაწილად იყოფა, აღმასრულებლად და საკანონმდებლოდ. მაგრამ ეს არის ერთი და იგივე თვითმმართველობა. ამასთან დაკავშირებით ქართული ოცნების ლიდერებს როგორც ჩანს პასუხები არ გააჩნიათ. კიდევ ერთხელ მინდა დაუსვა მათ პრინციპულად შეკითხვა. მაშინ როდესაც 2011 წელს ბატონი ირაკლი ალასანიას და სხვადასხვა ლიდერების უშუალო ხელშეწყობით საქართველოში ჩამოგბრძანდა ფრანგული კომპანია Smartmatic-ის პრეზიდენტი, რომელმაც ნათლად და გარკვევით ისაუბრა, რომ 8 მილიონი ლარის ფარგლებში სამ თვეში საქართველოში არსებული პოპულაციის გათვალისწინებით იგი უზრუნველყოფდა წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე ბიომეტრიული სიების შედგენას, რაც იქნებოდა ანალოგი ბოლივიის და ფილიპინებში ჩატარებული 2009 და 2010 წლებში ჩატარებული არჩევნებისა. სადაც სხვა შორის პოლიტიკურ ოპოზიციას არჩევნების შედეგები არ გაუპროტესტებია. მაშინ იმ რვიანი შემადგენელი ყველა სუბიექტი აცხადებდა, რომ ეს არის უალტერნატივო წინადადება და მეტიც, როდესაც იმავე წელს 2011-ში ბატონი ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში, მან გააკეთა პირდაპირ განცხადება, რომ არ იქნებოდა პრობლემა და შესაბამისი ფონდიდან გამომდინარე დაფინანსდებოდა წინასწარი რეგისტრაციის ბიომეტრიული სიების შედგენის პროცესი. ეს რას ნიშნავს? რომ 3006-ას საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში არსებულ 3006-ას უბანში განთავსდებოდა წინასწარი რეგისტრაციის უბნები და ყველა ის ადამიანი, რომელიც შემდგომში მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას, წინასწარ გაივლიდა რეგისტრაციას ან უბანზე მისვლით, ან უბნის წარმომადგენლის სტუმრობით მასთან სახლში. ეს იყო პრინციპი. დიახ და ყველა ის ბიომეტრიული პარამეტრი, რომელიც შეთანხმდებოდა წინასწარ მოსახლეობასთან, იქნებოდა საკმარისი და ამავე დროს აუცილებელი პირობა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ეს იქნა აბსოლუტურად მოწონებული ყველას მხრიდან. დღესდღეობით ლაპარაკია თითქოს ეს 20 მილიონი ღირს, რომ ეს არის დაკავშირებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან. უკაცრავად ეს არ ღირს 20 მილიონი, ამასთან დაკავშირებით არსებობს ჩანაწერები და Smartmatic-ის პრეზიდენტმა პირადად განაცხადა მაშინ ჩვენთან ერთად იმ აუდიტორიაში Redison Blue-ში, სადაც თქვა, რომ 6 მილიონი დაждდებოდა ტენდერის გარეშე, ხოლო 8 მილიონი ტენდერის, ასე ვთქვათ, ჩატარების გათვალისწინებით. და იგი უზრუნველყოფდა ამ საკითხს. და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ყველა თბილისელს და ყველა იმ მუნიციპალური თუ თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენელს ადარდებს, რომელიც დაკავშირებულია საინიციატივო ჯგუფების მიერ კანდიდატის წარდგენის შესაძლებლობის მოსპობასთან. ეს არის მართლაც დისკრიმინაციული, სრულიად გაუგებარი და პოლიტიკურად ნამდვილად წამგებიანი, ასე ვთქვათ, მომენტი ბატონი პრემიერ-მინისტრისთვის, რომელსაც ნამდვილად არ მინდა უსურო საკუთარი მისი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, დებიუტის პირველ ნაბიჯებში, ასე ვთქვათ, ესეთ დიდი შეცდომა. მაგრამ როგორც ჩანს, აღიარა ოპოზიციის და ჩემი კოლეგები აგერ ყოველდღიურ რეჟიმში იღებდნენ მონაწილეობას და უჩიჩინებდნენ მართულ უმრავლესობას და ეუბნეოდნენ, რომ 50+1, ანუ უმრავლესობით არჩეული კანდიდატი არის სწორედ ლეგიტიმური კანდიდატი და არა უმცირესობის მიერ, რასაც ბატონი გიორგი ბრძანებდა. ეს ხომ აქსიომატური, ამას მტკიცება არ ჭირდება, ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, რომ ისეთი მაღალი ლეგიტიმაცია, რომელიც 50+1 გულისხმობს, ანუ ნახევარზე მეც 1 ხმით. ეს არის სრულიად საკმარისი, სრულიად ლეგიტიმური და ყოველგვარ კითხვებს, ასე ვთქვათ, მოშორებული საკითხი. და ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატო ზეიმობს ახლა უმრავლესობა, რატო მიაწერს საკუთარ კეთილნებას ამ 50%-ს,
როდესაც ეს არის ფაქტობრივად რამოდენიმე თვის თუ არა ერთი წლის მუშაობის შედეგი, რასაც მიაღწიეს ჩემმა კოლეგებმა. და ბრძოლის შედეგი. რა შეეხება ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ გამგებლობის და მერობის კანდიდატი არ შეიძლება ამავდროულად იყოს სიაში, ამას როგორ შეაფასებთ? ეს არის წარმოუდგენელი რამ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გუშინ ბატონი გიგა ბუკია მეკითხებოდა რომ აი ევროპის რომელ ქვეყანაში არის ესეთი პრაქტიკაო და ანალოგიას რომელი ქვეყნის მაგალითზე გამიკეთებთო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქვეყნის მაგალითზე კი არა, მთელი ევროკავშირის ქვეყნების მაგალითზე ვაკეთებ ამ თქვათ ანალოგიას. იმისას რომ თვითმმართველობის რეგიონალური თვითმმართველობის ქარტია პირდაპირ ცნობს ასეთი დუბლირების შესაძლებლობას, როცა პირი არის ამავე დროს საკრებულოს წევრობის კანდიდატი და ამავე დროს იღებს მონაწილეობას მერობას და თუ ვერ გახდება თქვათ მერი, ის ავტომატურად აგრძელებს თავის ფუნქციონირებას საკრებულოს დონეზე. ეს ძალიან მარტივია, იმიტომ რომ მერი ეს არის ის თამასა, რომლის ვერ შეწვდომის შემთხვევაში და იმ ხმების არსებობის პირობებში, რაც გაცილებით უფრო დიდ ლეგიტიმაციას უქმნის ამ პირს, ვიდრე იმ პროპორციულ სიაში არსებულ პირებს, რომლებიც ამოფარებულნი შეიძლება იქნენ რამდენიმე ავტორიტეტს, ხო მეთანხმებით ამაში, რომ პროპორციული სია ძალიან ხშირ შემთხვევაში გულისხმობს სრულიად უცხო ადამიანებსაც საზოგადოებისთვის. შეიძლება იყოს რამდენიმე საზოგადოებისთვის ცნობილი ავტორიტეტი და მის ზურს უკან სრულიად უცხო ადამიანი, რომლის შესახებ საზოგადოებამ არაფერი არ იცის და პროპორციული სიიდან გამომდინარე იგი ხვდება საკრებულოში. მაშინ როცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ 100.000 თუ 150.000 ხმის მიღების და მიუხედავად, რომელიც მერობის კანდიდატმა შეიძლება მიიღოს, იგი ვერ განახორციელებს მოქმედებას იმავე თვითმმართველობაში საკრებულოს დონეზე. ეს არ არის ნონსენსი. ეს ძალიან კარგად უნდა მოეხსენებოდეს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, თუ არ მოეხსენება, მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, რომ გადახედოს აი საერთაშორისო პრაქტიკას, გადახედოს იმ კონვენციის ფორმატში არსებულ დებულებებს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ხოდაშორის ეს ერთი თემაა, რომელიც გუშინ ძალიან წავედით ამაზე დებატები და კამათი წარიმართა უსუპაშვილთან შეხვედრასაც. და რაზეც ხა პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, ერთადერთი თემაა თქვა, მე მგონი, თუ არ ვცდები, რომ ის ამას წაიღებს ხა საშინაო დავალებად და როდესაც კარგად აუხსენით და დავანახეთ, რომ ამ ქმედებით ხელისუფლება მიდის იქამდე, რომ მარტო დარჩება მოედანზე წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ეს ძალიან ცუდად გამოჩნდება, როგორც საქართველოში, ისე მის პარლამენტს გარეთ და ამას იძულებით ჩაგვაყენებენ ამ მდგომარეობაში. ყოველში დათო უსუპაშვილმა განაცხადა, რომ ის რამდენიმე დღეში ამაზე პასუხს იტყვის და მე იმედი მაქვს, რომ იქ ისევ კარხასიაძე გაიღვიძებს პრემიერ-მინისტრი და იტყვის, რომ ეს ნამდვილად საჭიროა და ამის გაკეთება იქნება ცუდი და იქნებ ამ შემთხვევაში საკუთარ ინიციატივად გაასაღონ მე ის რომ რამდენიმე დღეში რას იზამე მე ზუსტად ბატონო ჯონდი მოდით სანამ კომენტარს გააკეთებ დიახ მოდით მოვისმინოთ ნახოთ მცირე სიუჟეტი სადაც ბატონ დავით უსუპაშვილის კომენტარსაც მოვისმენთ და მოვისმენთ არასამთავრობო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების კომენტარებსაც შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი იყო მზაობა იმისა, რომ ბარიერი ყოფილიყო მაღალი. კოალიციაშიც არის პარტიები არც აზოს დაუმალავთ, რომ ისინი საერთოდ ბარიერის მომხრეები არ იყვნენ. ნაწილი პარტიებისა 50%-იან ბარიერს ვითხოვდით სულ. საბოლოო ჯამში პრემიერის კოალიციის ლიდერის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ კვლავ დაისვა ეს საკითხი და დაიწონა ყველა პლუსი და მინუსი და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება. ისაც ხდება ზოგადად საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, მიუხედავად რაღაც ცვლილებებისა, არის აბსოლუტურად პირობითი, როდესაც ქვეყანაში პრაქტიკულად თავად ოპონენტი ძალის გენერალური მდივანია დაჭერილი, როდესაც ფაქტურად ნაციონალურ მოძრაობამ ორი მის მიერ შერჩეული კანდიდატი მეგულისხმობ ხონის და დუშეთის ამბავს იქნა ხელისუფლების მიერ დაჭერილი, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში რაღაც ცვლილებებს, რაღაც საარჩევნო გარემოზე საუბარს აქვს მხოლოდ ესეთი სიმბოლური დატვირთვა, იმიტომ რომ საარჩევნო გარემოს ქმნის არა კანონმდებლობა, არამედ ის პოლიტიკა და ზოგადად სამართალდამცავების ის ქმედებები, რომელიც არის ქვეყანაში. რაღაც გარკვეული ცვლილებები, რომლებიც აშკარად შეიძლება წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალოს. ახლა ბუნებრივია რაღაცების ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ იქ ყველა წარმოადგენს სუბიექტს თავისი ინტერესები აქვს, მაგრამ ის რომ ერთი მხრივ გაუმჯობესებულია თვითონ ეს არჩევნო პროცესი, მეორე მხრივ ისიც რომ თვითონ ხელისუფლების ნებაც ისეთია და პრეზიდენტ არჩევნებზეც გამოუვლინდა. დღეს კიდევ უფრო განვითარებულია და კიდევ უფრო პოზიტივისკენ არის მიმართული საარჩევნო გარემო. მე ვთვლი რომ ჩვენ მართლაც რომ
ძალიან მნიშვნელოვანი და არ შემეშინდება ყალბით თავდაბლობით არ ვიტყვი რომ რევოლუციური ცვლილებები ჩავატარეთ ადგილობრივი თვითმმართველობის თვალსაზრისით, რომელიც საწყის ეტაპზეა და ეს კიდევ ერთხელ უნდა გაგრძელდეს და შემდგომაც უნდა განვითარდეს, ამას გარკვეული დრო სჭირდება. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩავატარეთ საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში და ეს ყველაფერი საერთო ჯამში გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველოში აბსოლუტურად თავისუფალი საარჩევნო გარემოა. გადაწყვეტილება რაც ხვალ უკვე აისახება სათანადო დოკუმენტებში, რომ ყველა რაიონში და ქალაქში იყოს 50%-იანი ბარიერი იმ პარტიებს, რომლებმაც ვერ გადალახეს 3%. მაგრამ სურთ ამ არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენ ვეუბნებით, თუ გაერთიანდებით და თქვენი ჯამური შედეგი, ყველა პარტიის 2, 3, 4, 9, 10-ის, არ ვიცი, ჯამური შედეგი თუ გადააჭარბებს არა 3%-ს, არამედ ქვევით ჩავწიეთ უფრო ეს ბარიერი 2%-ს. მაშინ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ თქვენს წარმომადგენლებსაც ჰქონდეს ბიუჯეტიდან დაფინანსება. უფასო საეთერო დროის საკითხი იქნა გადაწყვეტილი რეგიონალურ მედია სივრცეში, ამასთან ერთად გადაცდა წარმომადგენლობის საკითხი, სადაც წარმომადგენლების მომატებას, დაფინანსების მომატებას ითხოვდნენ ჩვენი კოლეგები და ამასთან დაკავშირებით მიიღეს მათ დამაკმაყოფილებელი პასუხი. ამასთან ერთად იყო არაკვალიფიციური სუბიექტების მხრიდან წარმომადგენლის დაფინანსებაზე მოთხოვნა, ჩვენი მხრიდან გადაიდგა შემხედრი ნაბიჯი. ნამდვილად მისასალმებელია ეს ინიციატივა, თან საუბარია იმაზე, რომ ბარიერი გათანაბრდება არა მარტო თვითმმართველ ქალაქებში, არამედ გამგებლებისთვისაც ეს ხდება 50%. ეს იყო ჩვენთვის ერთ-ერთი პრინციპული მოთხოვნა და მინდა ვთქვა, რომ პირდაპირ არჩევნები პლუს 50%-იანი ბარიერი მერებისა და გამგებლების შემთხვევაში ეს არის მართლაც ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია. ჩვენი მოთხოვნა კვლავ რჩება მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების შექმნა, რაც გადაჭრის ერთი ხმის თანასწორობის პრობლემას მეტნაკლებად მოაგვარებს ამ მიმართულებით. და მიეცემა ასევე ვთქვათ უფრო მეტი შანსი სხვა პარტიებსაც რომ ყავდეთ წარმომადგენლების აკრებულება. ვიცით რომ მიმდინარეობს საუბრები ამ თემაზე და ეს საუბრები ძალზედ მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისთვის. მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი სათამაშო ველი, რაც უზრუნველყოფს თანასწორ პაექრობას ყველა მონაწილეს საამარჩევნების პროცესში. ასევე არ მოხდება რომელიმე პარტიის განადგურება, არამედ არჩევნების შედეგად ქვეყანა მიიღებს ძლიერ სახელისუფლებო გუნდს და ასევე ძლიერ ოპოზიციურ გუნდს. ეხლა მე ერთი ნაციონალური მოძრაობის პარლამენტის წევრის კომენტარი იყო და თუთიყუშები დაზეპირებულივით ამბობენ, რომ ჩვენი გენერალური მდივანი რო არ დაჭერა, ჩვენი მაგათი გენერალური მდივანი რო არ დაეჭირათ, სამე ხეზე იქნებოდა დაკიდებული. ისე ყავდა ხალხი გამწარებული და წყობიდან გამოყვანილი მათი გენერალური მდივნის და სხვა მათი წარმომადგენლების აქციელს. ამიტომ ეს ჩანართი უბრალოდ იყო, ესე იგი, ამათი და ეს საარჩევნო კოდექსი, რომელსაც დღეს ჩვენ ახლა და მთელი საზოგადოება, მთელი საერთაშორისო საზოგადოება აკრიტიკებს, არის მათი ავტორობით დაწერილი. ეხლა რაც შეეხება აი ამ კომენტარები, რომელიც ჩვენ ახლა მოვისმინეთ. განსაკუთრებით საინტერესო იყო პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარი, ფიქრობ დაფინანსებასთან დაკავშირებით. მე ბერძენიშვილის კომენტარი აშკარად შედევრი იყო. ბატონო მეგონი ბერძენიშვილის კომენტარი აშკარად შედევრი იყო ხა ამ კომენტარებს შორის, რომელიც ჩვენ ნახეთ. ამ ადამიანს გამახსენებდა დავით ბერძენიშვილმა, რომ ბოლო 7 დღის მანძილზე 8ჯერ შეცვალა პოზიცია. ჩვენ ქართულ პოლიტიკას ახსოვს ნუგზარ ციკლაურიც, ახსოვს კოტე გაბაშვილიც, თავის ბევრი ახსოვს ესეთ კამევლით, მაგრამ ერთი კვირის 7 დღის მანძილზე რომ 8 სხვადასხვა პოზიცია დაეფიქსირებინა პოლიტიკურ ლიდერს ერთი და იგივე საკითხთან დაკავშირებით, მე მგონი ეს მართლაც რაღაცა სპეციალური პრიზით უნდა იქნეს შეფასებული, რაც დავით ბერძენიშვილმა მოახერხა, ბერძენიშვილის პრემია შემოვიღოთ საერთოდ. ეხლა რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარს, თქვენ გულისხმობთ რომ 2%-ამდე თუ შეგროვდება ამას? დიახ, აი საარჩევნო კომისიებში შეიძლება დაფინანსდეს წარმომადგენელი იმ შემთხვევაში თუ კი პოლიტიკური სუბიექტები მოახერხებენ გაერთიანებას და მათი ჯამური მხარდაჭერა შეიძლება მოდი მე შევავლის რატო არის ასე რთული პარლამენტის თავმჯდომარისთვის, რომელსაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, დღეს უკვე მაღალი თანამდებობა უკავია რა, რომ გაიგოს, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ გვინდა ერთი წარმომადგენელი თვითონ საარჩევნოებაზე. კომისიის წევრს ხო არ ვითხოვთ, არ წარმომადგენელი, რომელიც დაესწრება ბატონო ჯოდი არასაპარლამენტო პარტიებს მთელი ზოგადად და ერთიანად. არასაპარლამენტო პარტიებს თუ სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით გაინტერესებს დეფინიცია როგორ უნდა იყოს, არასაპარლამენტო პარტიებს, რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში 7 საუკეთესო შედეგი აჩვენა. სწორედ აი ამ ფორმულირებით იღებს დაფინანსებას დღეს ეს 7 არასაპარლამენტო პარტია მიიღო დაფინანსება. ამიტომ
სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით თუ პოლიტიკური ნება არსებობს, ყურს საიდანაც გინდა ქოთას იქიდან მიაბამ. ამიტომ ეს სადაო საკითხი უბრალოდ იცი რა არის პარლამენტის თავმჯდომარე ამით ცდილობს აჩვენოს თავისი კოალიციის უპირატესობა ჩვენთან აღებული პროცენტების მიხედვით. ჯერ ერთი როგორც ჩამოხრჩობილი სახში თოგზე არ ლაპარაკობენ, ისე პროცენტებზე რესპუბლიკელები წესით არ უნდა ლაპარაკობდნენ, იმიტომ რომ ეს პარტია არსებობს 30 წელია და ერთი შემთხვევა თუ გახსოვთ თქვენ 1%-ზე მეტი რო აიღოთ ამ 30 წლის განმავლობაში. ჯერ ერთი ყოველთვის ეხლა იგივე სულხან საბაორბელიანის იგავ არეკის არ იყოს, კუდა მორიელით ვიღაცის ზურგზე არიან ყოველთვის შემოჯდარები. რამდენჯერმე სცადეს, ჯერ იყო ნოდარ სახალხო ფრონტთან ერთად გამოდიოდნენ, მე იყო ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსი დააფუძნეს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან და მრეწველთა კავშირთან ერთად. მე აქედან არც მეტი არც ნაკლები ერთი პოლუსიდან გადახდნენ პირდაპირ ნაციონალურ მოძრაობის ბასთან ერთად დააფუძნეს ალიანსი. მე ერთხელ სცადეს გაერთიანებული ოპოზიციის მიღმა ცალკე გასულიყვენ და 1%-მდე ვერ აღწიეს მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ საერთო იყო მათი გასვლას და მე მოულოდნელად დაფინანსების წყაროების მოპოვებაც და შემდგომში ახლა ბიზინა ივანიშვილის 7 მილიარდს ამოფარებულები გავიდნენ პარლამენტში. ეხლა პროცენტები ვინ და უსუფაშვილის 2018 თებერვალში გავიდნენ გაერთიანებული ოპოზიციიდან დღევანდელ დღეს. დღეს 18-ია თუ არ ვცდები. დიახ, 18. ხო, აი და ესეთი დამხელსა. ამიტომ პროცენტებზე პარლამენტის თავმჯდომარეს მხრიდან ნიშნის მოგების საუბარი არჩევნებს სრულ აი რა ვთქვა ახლა არ მინდა მე ეწკინოს, მაგრამ მეხსიერების სრულ დაკარგვას საკუთარ პროცენტებთან დაკავშირებით. ამიტომ პროცენტებზე დავა ჩემთან და კუკავასთან ახლა სუფაშვილს ნამდვილად მომგებიანი თემა არ არის და ჯობია რომ ისეთ თემაში გადაიტანოთ და სხვათა შორის ეჭვმარ ისე კარგად იმეორებს ამას რომ ეს 2%-ის ჩემის აზრით უკბილო ხრიკი სწორედ მათი მოგონებულია რომ ამით ხაზი გაუსვან იმას რომ ვიღაცამ მათზე დაბალი პროცენტი აიღო. თუმცა მე რა თქმა უნდა მაქვს საჭიროების შემთხვევაში ცოტა უფრო მეტი მჭხილი გავსვა და რა მოლაპარაკებები მიდიოდა ჩემსა და ივანიშვილის შორის და პირადად ჩემსა და უსუფაშვილის შორის მაშინ, მაგრამ ერთმიშულად მე ახლა მინდა ვთქვა რომ ჩვენგან ითხოვდნენ ჩემგან, კახასგან და ნინო ბურჯანაძისგან, რომ ჩვენ მათთვის ხმები არ გაგვეყო და არ მიგვეღო არჩევნებში მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ პირობა დაარღვიეს, შეუთანხმებლად დააყენეს კონკურენტი საბურთალოს ოლქში, ამის მიუხედავად მე მაინც სიტყვა შევასრულე და არც ერთ რაიონში, გარდა საბურთალოს ოლქისა, არც მაჟორიტარის დეპუტატების კანდიდატები დავაყენე და თქვენს ღიათ ისიც რომ საჯაროდ გამოაცხადე კიდეც და პროპორციულ და მაჟორიტარულ ასე კენჭისყრებში ჩემი აქტივი მთლიანად ეხმარებოდა და იგივე გავაკეთეთ. იგივე დიახ, ხო, ამას ვამბობ, ამის თქმა მინდა. ხო და ეხლა ამის შემდეგ და ნინო ბურჯანაძემ საერთოდ არ მიიღო რეგისტრაციას, არც ერთ ოლქში არ მიიღო მონაწილეობა. ეხლა ამის მერე მე და ნინო ბურჯანაძეს და კახა კუკავას ახლა პროცენტებზე გველაპარაკოს და ჩვენ მაღალი პროცენტები ავიღეთო. ჩემი აზრით მაინც და მაინც კეთილსინდისიერი საქციელი არ არის, არა? თუმცა ერთი კითხვა კიდევ უნდა დავსვა აუცილებელ პროცენტებთან დაკავშირებით, ამჯერად დაფინანსებასთან დაკავშირებით. ბატონო კახა, თქვენ დაგისვამთ ამ კითხვას, აი პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ის პარტიები, რომლებიც 3%-ზე მეტს დააგროვებენ არჩევნებზე, შეიძლება დაფინანსდნენ უკვე არჩევნების შემდეგ. თქვენ ამ ინიციატივას როგორ შეაფასებთ? ბატონმა ჯონდიმ არჩევნებამდე ჭირდება პარტია. ბატონ ჯონდის კომენტარების გავეცანეთ, ბატონ ჯონდი ასევე საუბრობდა იმაზე, რომ მე შესაძლოა იყოს მოსყიდვის მცდელობაც. პარტიების არჩევნების შემდეგ დაფინანსება რაკავშირში არჩევნების დემოკრატიულობასთან ეს მართლაც გაუგებარი არის და საერთოდ გვახსოვს ყველა ცნობილი ფრაზა ქართული ცნობილი ფილმიდან ოქროს სარაიას აგიშენებ, ჩემსაც როგორ რჩები შემდეგ და არჩევნების შემდეგ ესე იგი როცა ყველაფერს გააყალბებენ და თავის ჭკუაზე მოერიგებენ, როგორც აპირებენ, ესე იგი ამის შემდეგ ოპოზიციას იმისთვის რომ არ იხმაუროს, იმისთვის რომ არ გააპროტესტოს არჩევნებზე გამოთქმული შედეგები, მე თუ გინდათ გადმოგიგდებ და ასეთი პრაქტიკა გქონიათ მათ უახლოეს წარსულში. ეხლა მე რაც მინდა ვთქვა და რაც ქართულმა საზოგადოებამ მინდა რომ იცოდეს, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ხდება ამ თემის ინსპირირება. არასდროს სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, აი მთელი მოლაპარაკებების მანძილზე ინტერფრაქციული ჯგუფი რაც შეიქმნა, საარჩევნო კოდექსზე მიდის მოლაპარაკება, არასდროს არც ერთ ჩვენგანს, აი ამ ოპოზიციურ ექსელში შემავალ არც ერთ ორგანიზაციას არ დაგვიყენებია მოთხოვნა, რომ ჩვენ ფული მიგვეღო. ეს უნდა იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, იმიტომ რომ
ეს არის ძალიან არაკეთილსინდისიერი განცხადებები, რომელსაც უსუფაშვილი, ბერძენიშვილი და ძიძიგური აკეთებენ, რომ აი ჩვენ ვაძლევთ მათ 9 მილიონ ლარს და ვიღაცა ვინც არ არის ჩახედული ღრმა და ამ საკითხში შეიძლება იფიქროს, რომ ჩვენ ვითხოვდით ამას და ისინი დაგვეთანხმენ. არ გვინდა ზოგიერთმა დეპუტატმა უმრავლესობისა გუშინდაც გამოაცხადა, რომ ამას ითხოვდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. აბა, მაგას ვის თან ქონდა საქმე და მათი გარყვნილების ხარისხი? ამიტომ ჩვენი დოკუმენტი ქართულ და ინგლისურ ენებზე არის გამოქვეყნებული. ჩვენი პარტიის ვებგვერდზეზე და სხვა პარტიის ვებგვერდზეზე ფიჟო ჯორჯია ჯე და ბევრგანა შეგიძლიათ გადამოწმოთ და წაიკითხეთ. არასდროს ეს მოთხოვნა ამ მოლაპარაკებების დროს არ დაყენებულა. და ეს აჩვენებს ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკურ უმციფრობასთან ერთად კიდე მორალურ არაკეთილსინდისიერებას და ზრბილად რო ვთქვას, თუ არა გარყვნილებას, რომ როგორ უნდათ მათ პოლიტიკური საკითხებიდან მოლაპარაკება დაიყვანონ ვაჭრობამდე, როგორც პადოშასთან არიან მიჩვეული, აი ისეთნაირად გააგრძელონ ეხა ეს მოლაპარაკება, რომ ახლა შენ თუმანი, ახლა შენ ორი თუმანი და აი ამასთვის არის დღევანდელი ხელისუფლება მზად. არ არის ეს მათი ჯიბის ფული. ხო იყიდეს იმერლიშვილის და ფარცხალაძის ჯიპები, ეხლა შეწყვიტონ კიდე ამ ფულების ფლანგვა პოლიტიკური პარტიების გადმოსაბირებლად. არჩევნები არ არის ეს რა ქვია, ფულის ხარჯვის ტექნოლოგიისთვის გამართული დოღი, ამიტომ ჩვენ ვამბობ, რომ დაიხუროს ეს თემა, არასდროს არავის არ უთხოვია ხელისუფლებისთვის ეს თემა, ჩვენ ვითხოვთ 50%-იან ბარიერს, ჩვენ ვითხოვთ საარჩევნო ადმინისტრაციაში პარიტეტს, ჩვენ ვითხოვთ თანაბარ შესაძლებლობებს რეკლამის სფეროში, თავისუფალ და კონკურენტულ ანარჩევნებს და ისინი გვთავაზობენ, რომ მოდი ამაზე არაფერზე არ ილაპარაკო და ახლა შენ 9 მილიონი. მე მინდა ყველას გავახსენო, რომ ეს არის ზუსტად ის წინადადება, რომელიც თავის დროზე 2011 წლის გაზაფხულზე წამოაყენეს მაშინდელმა ხელისუფლებამ და მაშინ გვახსოვს როგორი ეპიტეტებით მოიხსენიებდნენ დღევანდელი ხელისუფლება და მაშინდელი ოპოზიცია ამ გარიგებას და დღეს თვითონ ზუსტად იგივეს აკეთებენ. აქედან გამომდინარე, მე მინდა ბატონ ჩვენს ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრსაც უთხრა აქ ბერძენიშვილმა ახსენა თემა, მე მინდა ამ თემას დაუბრუნდე. აი ძალიან სამწუხაროა, რომ ის ადამიანები, რომელსაც უყურებთ ჩვენი ქვეყნის პარლამენტი ქვია, რომლებსაც ესე იგი ორშაბათს შეუძლიათ ღარიბაშვილი თუ იტყვის თქვა რომ 33%, სამშაბათს რო თქვა ღარიბაშვილმა 40%, 40%, ეხლა რო თქვა ღარიბაშვილმა 50%, ხვალ რო თქვა ღარიბაშვილმა 101% გამოვა ბერძენიშვილი და იტყვის, რა თქმა უნდა 101% არის მაგას მინდა დავიტყვია. ძველი რისხვით იტყვის, მე ხო ვამბობდი ადრეს რომ 1-2 კაი მაგში იდეი გჭირდება, აი ზუსტად ეგეთი ფრაზას ვიტყვი. ნეტა ეს ყველაფერი რაზეც ახლა ვსაუბრობთ, ეს უპრინციპობა და ეს გარყვნილება და ეს პოლიტიკური კორუფცია, ნეტა მარტო საარჩევნო კოდექსს ჭირდეს ამ ქვეყანაში ჯანდაბას გადავიტანდა ჩვენი ერი და ჩვენი სახელმწიფო მოინელებდა ამ უბედურებას. სამწუხარო ის არის, რომ ყველა სხვა სფეროში ჩვენ ხო იგივეს უყურებთ. სამართლიანობის აღდგენაზე ხო ზუსტად იგივეს უყურებთ, როგორ საუბრობდნენ ერთი წლის წინ იმაზე, რომ გირგვლიანი და რობაქიძის საქმეებიან თავარდე, დღეს იგივე პერიოდულად საუბრობს, რომ ამ საქმეების გამოძიება დაგვენებულია. ბანკის ვალების რესტრუქტურიზაციაზე ხო ამას უყურებთ. პენსიების საკითხზე ხო ამ საკითხს უყურებთ. ყველა საკითხზე ჩვენ ხო უყურებთ ამ ხელისუფლების ზუსტად ასეთნაირ ყვარყვარეობას, რომ არჩევნებამდე ესე იგი ქონდათ ერთი პოზიცია და ეხლა აღმოაჩინეს, რომ თურმე ბენზინის ფასში არაფერი შეუძლებელია თურმე ამის დაკლება და ბანკის ვალების რესტრუქტურიზაციაც შეუძლებელი არის და ერთადერთი რაც შესაძლებელი ყოფილა, რომ ირინა იმერლიშვილს უყიდეს ჯიპი, რომელშიც მაცივარი, საშხაპე და რა ვიცი, კონდიციონერი ყველაფერი შიგნით აქვს მოწყობილი. ძალიან ცუდად მართლობის კოდექსში კახა რა არის რევოლუციური იქნება, ესეც განუმარტოთ ჩვენ საზოგადოებას. რამხელა რისკებია დღესდღეობით ჩვენი იმ რეგიონების თვითმმართველობის, რეგიონალური თვითმმართველობის პროცესში, რომელიც შემდგომში განხორციელდება და რაც გულისხმობს იმას, რომ ცენტრის მხრიდან რეგიონის გაკონტროლება სეპარატისტულ მოძრაობებთან დაკავშირებით იქნება სულ უფრო და უფრო რთული. და ამისი ხელშემწყობი არის სწორედ ეს რეგიონალური თვითმმართველობის კოდექსის ძალზედ ნაჩქარევად რეგიონალური თვითმმართველობის კოდექსი ჩვენ რამდენჯერმე განვიხილეთ, თუმცა ალბათ საინტერესო თემაა. ეს ერთი სეპარატიზმის საფრთხე და სეპარატიზმის საფრთხეს რა თქმა უნდა ძალიან ზრდის და აი ძალიან მარტივად გეტყვით, მაშინ როდესაც თქვა იგივე მარნეულის რაიონში, ხო? მარნეული არ არის თვითმმართველი ქალაქი. ამბროლაური არის თვითმმართველი ქალაქი. მარნეული არ არის თვითმმართველი ქალაქი. სამაგიეროდ მარნეულის გამგებელი, მარნეულის რაიონის გამგებელი არჩეული იქნება საყოველთაოდ წინააღმდეგებით ზოგადად იმ პრინციპს, რომ მარნეულის გამგებელი აირჩიოს მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. რა თქმა უნდა, ეს არის გარკვეული საფრთხეების შემცველი, ასე ვთქვათ, ფაქტორი, იმიტომ რომ ეს იქნება ეთნიკური უმცირესობების მიერ მართული თვითმმართველობა, განხორციელებული თვითმმართველობა 100%-ით. მიხვდით? 100%-ით, იმიტომ რომ ეს მოცემულობა შენ უკვე გაქვს საარჩევნო ელექტორატის, ასე ვთქვათ, კონსისტენციიდან გამომდინარე 87% ეთნიკური უმცირესობისა მთელი ქვეყნისა, ასე ვთქვათ, არის წარმოადგენს ქვემო ქართლის რეგიონს.
რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმენთ უმრავლესობის არგუმენტებიც, რომ არ არის აუცილებელი, თუნდაც 97%-მა ეთნიკურმა უმცირესობამ აირჩიოს სეპარატისტული იდეების ან სახელმწიფოსთვის საშიში იდეების მქონე ადამიანი, თუნდაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი. ეთნიკური უმცირესობების მიერ არჩეული კანდიდატი აპრიორი არ გულისხმობს, რა თქმა უნდა, სეპარატისტული იდეების მატარებელი ადამიანის არჩევას, მაგრამ იმ პირობებით, როდესაც გუბერნატორის ინსტიტუტი სრულიად არაუნივერსალურია იმისთვის, რომ ადგილზე მართოს პროცესები, ის არის მხოლოდ ანგარიშვალდებული ცენტრთან, საკუთარ პრეზიდენტთან. ეს რა თქმა უნდა გამორიცხავს მის ეფექტურ ჩარევას და მარგიქმედების ტარებას უშუალოდ ასე იგი რეგიონში განხორციელებული და განვითარებული თვითმმართველობის შედეგების მიხედვით განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე. აი ეს არის საფრთხეები, რომელიც სულაც არ არის რევოლუციური, ან თუ არის რევოლუციური, ჯერ კიდევ საკითხავია, ვის ასე ვთქვათ, წისქვილზე ასხავს ეს რევოლუციური ასე ვთქვათ, ცვლილებები საბოლოო ჯამში. რევოლუციურ ცვლილებად შეაფასა ბატონმა გიგამ რამდენადაც მახსოვს ის, რომ პირდაპირ წესით აირჩევა უკვე აი ამიერიდან მერები და გამგებლები, რაც აქამდე არ ყოფილა ამდენ თვითმმართველ ერთეულში. რა თქმა უნდა, აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ თვითმმართველი ქალაქის მერის არჩევა პირდაპირ წესით ეს ცუდია. პირიქით, ეს ძალიან კარგია, მე თქვენ თუ დააფიქსირეთ მე რაც თქვი. კონკრეტულად რაიონებში შეიძლება ამან შექმნას პრობლემები. ხო, მაგალითად ახალქალაქი გახლავთ 10000-მდე მოსახლე. ახალქალაქს არ აქვს საშუალება აირჩიოს მერი. ახალქალაქი არ არის თვითმმართველი ქალაქი. და 4200-იანი ამბროლაური გახლავთ თვითმმართველი ქალაქი. ლოგიკა არის ამაში. მაგრამ სამაგიეროდ ახალქალაქის გამგებელი, მთელი რაიონის გამგებელი იქნება არჩეული პირდაპირ წესით. ჩვენ ალბათ ვერ გავაგრძელებთ აი ამ თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით დისკუსიას, თუმცა ერთი კითხვით შემიძლია მიმართოთ დანარჩენ სტუმრებსაც, თუ თქვენს თუ ხედავთ ბატონო ჯონდი, ბატონო კახა, თქვენ თუ ხედავთ ამ აი კონკრეტულად ამ პუნქტში რაიმე საფრთხეს, თუნდაც სეპარატიზმის თვალსაზრისით, თუნდაც იმას, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში აირჩევენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა პირდაპირ წესით აირჩევს დაუშვათ გამგებელს. ყველაფერი არის ჩემი აზრით დამოკიდებული კონტექსტზე. თავისთავად შეიძლება თქვენც დაუსვით შეკითხვა და დიმიტრის დაგეთანხმოთ, რომ აპრიორი არ გულისხმობს არანაირი არჩევითობის სისტემა რისკებს, მაგრამ კონტექსტი არის ისეთი, რომ ეს რისკები ჩემი აზრით არის ძალიან მაღალი. ეხლა, როდესაც იყო ქვეყნის პრეზიდენტი ზუსტად გამსახურდია, ვინც გინდა ყოფილიყო ახალქალაქის გამგებელი, თავში არ მოვიდოდა არაფერი, რა თქმა უნდა, სეპარატიზმის რისკები, მაგრამ როცა დავით უსუპაშვილი არის პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენ ნახეთ, რომ სულ რამოდენიმე თვის წინ, არ გასულა დიდი ხანი მას შემდეგ, რაც ახალქალაქის საკრებულოს უმრავლესობამ რესპუბლიკური პარტიიდან საქართველოს პარლამენტში შემოიტანა მოთხოვნა სომხური ენის ადგილობრივ სახელმწიფო ენად გამოცხადების შესახებ, ხო? ეს ფაქტია, რომელიც ნახეთ, მხოლოდ მას შემდეგ რაც გამოვიდა საქართველოს პატრიარქი, გამოვიდნენ შეიძლება ჩვენი პატარა ცვლილიც იყო, თუმცა კარგად გვესმის, რომ პატრიარქის პოზიცია აღმოჩნდა გადამწყვეტი და თქვა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, მხოლოდ ამის შემდგომ რესპუბლიკურმა პარტიამ დაიხია უკან. ამ საერთო კონტექსტში მე ვფიქრობ, რომ ეს ახლა ცოტა დელიკატური თემები კი არის, მაგრამ ჭირდება მეტი ყურადღება და ისეთი გადაწყვეტა ამ საკითხებს, რომ როცა ხელისუფლება ამბობს, რომ არა, აი თქვენ ფობიები გაწუხებთ, ასე იძახდნენ თავის დროზე, როცა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნეს, რომ ისინი ვის წინააღმდეგ იყვნენ, ფობიები აწუხებდა და ეხლა ვის აწუხებდა ფობიები და ვინ თურმე რეალურად ხედავდა პრობლემას, დავინახეთ და აი ეს რო არ მოგვივიდეს ისევ რომ ურემი რო გადაბრუნდება, მე არ დავიწყოთ ამაზე საუბარი. ჩემი აზრით, რასაც ბატონი დიმიტრი საუბრობს, არის უაღრესად მნიშვნელოვანი და წესით ამ ხელისუფლებას რომ ამისი შეგნება კონდეს, ამ ტელეეთერში კი არა, უშიშროების საბჭოს ხდომაზე უნდა ეძახდეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და იქ უნდა განხილულობდეს. და მესამე ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რომელიც ახლა მომზადების სტადიაზეა და შემოვა პარლამენტში ცოტა ხანში განსახილვად, აი სამი რამ რეგიონალური ენების ქარტია, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის პაკეტი, ეს არის სამი საკითხი, რომლითაც ბატონი ბიძინა სწორედაც რომ აპირებს გააკვირვოს ევროპა. ეს არის ის სამი საკითხი, რომელიც 9 წლიანი მმართველობის განმავლობაში ნაციონალურმა მოძრაობამაც კი ვერ გაბედა დაეყენებინა პოლიტიკური დღისწესრიგში და საზოგადოების წინაზე. ეს გააკეთა ბატონმა ბიძინამ. აი ეს არის სწორედ ის, რასაც იგი უწოდებს, რომ გააკვირვებს ევროპას საქართველოში ისეთ დემოკრატიას ააშენებს. ბატონ დიმიტრი, ეს თემები არის ცალკე ძალიან ისეთ დიდი სერიოზული გადაცემების თემა. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ადგილობრივ არჩევნებზე, ამიტომ მე მაინც უმჯობესია რომ დაუბრუნდეთ აი არჩევნების თემას. მე ბატონ გიორგის მინდა შემდეგ კითხვა დავუსვა, ამოთ ვისაუბროთ პარტიების გეგმებზე. აი რას გეგმავენ პარტიები რეალურად? არის საუბარი იმაზე, რომ პარტიები ითხოვენ გარკვეული პირობების შესრულებას, ითხოვენ უფრო დემოკრატიულ საარჩევნო კოდექსს, მაგრამ აი რეალურად რას გეგმავს დაუშვათ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე?
კი ბატონო, სულ ერთი სიტყვით შევეხები იმ თემას, რომელზეც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ბოლოს შევჩერდით, ანუ იმ 2.5 მილიონის კომპენსაციაზე. ეს საზოგადოებას კარგად რო აუხსნათ, ეს არის ასე ვთქვათ, ხარჯების ანაზღაურება, რომელსაც თავაზობს, რომ შემოიტანოს კანონში ხელისუფლება. და რადგანაც უნდა მოინდომოს ახლა ქართულმა ოცნებამ რომ გაყიდოს ეს როგორც რევოლუციური რაღაც სიახლე არ გამოუვა, იმიტომ რომ ეს არ არის რევოლუციური. რევოლუციური არის ის, რაც ახალია და ჯერ არ ნახულია. და ეს არის ის, რაც უკვე აპრობირებულია საპრეზიდენტო არჩევნებზე, მანამდე საპარლამენტო არჩევნებზე, არაფერი ახალი არ არის. უბრალოდ საკანონმდებლო ლაფსუსი იყო ის, რომ არის გამონაკლისი იყო ადგილობრივი არჩევნები. გამონაკლისი იყო ადგილობრივი არჩევნები, თითქოს ახლა ადგილობრივ არჩევნებზე ხარჯი არ ჭირდებოდეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას. ხო და ამიტომ ხა ხელისუფლებას რო ეთქვა, რომ იცი რა, მე უბრალოდ უნდა გამოვასწორო ეს ხარვეზი და რახან არის საპრეზიდენტოზე, რახან არის საპარლამენტოზე, უნდა იყოს ადგილობრივზეც, იქნებოდა ადეკვატური ქმედება, მისი არავითარი, თქვათ, ამითი ბაქიბუქობა და რევოლუციურობა და უნდა თუ ხა მოვყიდო, რომ აი ჩვენ რა მაგრები ვართ ხელისუფლება, რომ თქვენ ხა გაძლევთ იმის შანსს, რომ 9.5 მილიონი აინაზღაუროთ 3% შემთხვევაში. თუ ვინმესთვის არის ეს ფული პირველ რიგში ქართული ოცნების და ნაციონალებისთვის არის. იმიტომ რომ ის მილიონები საპარლამენტო არჩევნებზე, ხო? პირველ რიგში ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურ მოძრაობამ მიიღეს, როგორც ბარიერ გადალახულებმა, ხო? შესაბამისად, არავის სხვაზე არ ფიქრობენ ისინი, თავის თავზე ფიქრობენ და ვერანაირად ვერ მომყიდიან და ვერ მიყიდიან საზოგადოებას ამას, როგორც რაღაც განსაკუთრებულ შემოთავაზებას. არც გახსენებია მაგ თემას, საერთოდ ისეთ საკითხებზე არის საუბარი საარჩევნო კოდექსში დაწყებული მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები და გაგრძელებული ბიომეტრიული სიები და უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რომელსაც უნდა შეცვალოს გარემო. თლიანად გარემო უნდა შეცვალოს და ერთხელ და სამუდამოდ რაც კახავთ თქვა, რომ ბოლოს და ბოლოს ყოველ წელიწადს არ ცვალოთ ეს ერთი და იგივე საარჩევნო კოდექსი და ყოველი არჩევნების წინ არ ვიწყებდეთ მუშაობას. ძალიან საინტერესო ორი თვით ადრე არითმეტიკული ანგარიში მინდა შემოგთავაზოთ. ეხლა დაუჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს ქართული ოცნება, აი დასრულს გიორგი მდიადა და ძალიან საინტერესო ანგარიში შემოგთავაზოთ. რას ვაპირებ? ერთი მნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ საზოგადოებაში დღეს არის ძალიან დიდი მოთხოვნილება და ძალიან დიდი მოლოდინი ძალიან სერიოზული ალტერნატიული ძალის ჩამოყალიბების. იმიტომ რომ 9 წლის განმავლობაში ყელში ამოსული ნაციონალური მოძრაობა ერთია და წელიწად ნახევრის განმავლობაში პრაქტიკულად იმედგაცრუებული დარჩენილი საზოგადოება ძალიან დიდია უკვე ქართული ოცნებით. ამის მაგალითი იყო იგივე საპრეზიდენტო არჩევნები, ხო, სადაც 600,000 ადამიანით ნაკლები მივიდა ვიდრე საპარლამენტო არჩევნებზე. 300,000 ამორჩევლით ნაკლებმა მიცა ხმა ქართულ ოცნებას ვიდრე საპარლამენტო არჩევნებზე იყო. ანუ ერთ წელიწადში მოახერხეს ის, რომ ამხელა იმედგაცრუება განახორციელეს. თან ეს იყო იმ პირობებში, როცა ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდე პრემიერი იყო და ხალხს იმედი ჰქონდა, რომ დღეს მაინც გაიღვიძებს ეს კაცი ისე რომ ამოიღებს თავის ბარათს და რაღაცა გაიკრავს ხელს და თელას იყიდის რაც დაფკვირდა და ელემენტარულად ელექტროენერგიას გაიაფებს ან რაღაცას იზამს, ხო? ან რაღაც და რეალურად მილიარდ ჩადებს სოფლის მეურნეობაში, ან რაღაცა ხეის ამდენი დაპირებიდან ერთს მაინც შეასრულებს, ხო? მაგრამ მივიღეთ შედეგად, რომ ამ კაცმა უკვე უთხრა მე ყველაფერი შევასრულე, უფრო მეტი შევასრულე და მე არაფერი აღარ მომთხოვოთო. სააკაშვილი იმას მაინც აკეთებდა, ეუბნებოდა ხალხს, რომ მომავალ წელს შევასრულებ, ან 2 წლის მერე შევასრულებ, $100 პენსია 2007 წელსი გახდება, მე 8 წელში, 9 წელში გახდება. ბიძინა ივანიშვილი მარტივად უთხრა ხალხს, რომ მე უკვე შევასრულე ყველაფერიო და კიდე ბევრიო, უბრალოდ ხალხმა დაიხედა თავის თავზე, ნახა ყველამ, რომ არაფერი არ ეთყობათ. იმ მოლოდინებისა, რა მოლოდინებიც იყო 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. ამიტომ ძალიან დიდი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ ის 600,000 კაცი იმედგაცრუებული, რომელიც საპარლამენტოზე მივიდა, ძალიან დიდი იმედები და საპრეზიდენტოზე უკვე აღარ მივიდა, იმიტომ რომ იმედგაცრუებული იყო, ის 600,000 კაცი დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მინიმუმ მილიონია უკვე. შესაბამისად, ეს არის ის ნიშა და ეს საზოგადოების ის განწყობა, რომელსაც ადეკვატური პასუხი სჭირდება პოლიტიკური ძალების მხრიდან. ეს დაკვეთაა საზოგადოების დღეს. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი და ძალიან ამის მზაობა არსებობს პოლიტიკურ ძალებში, რომ გაერთიანებას, ერთად ბრძოლას დღეს ალტერნატივა არ აქვს. უბრალოდ ამას აქვს თავისი ფორმები, თავისი ეტაპები. პირველი ეტაპი ამის არის საარჩევნო კოდექსის დასრულება, ჩამოყალიბება, რომ ყველა ვიცოდეთ რა წესების თამაში არის, რა წესებით თამაშობთ. ორი თვით ადრე გვეუბნება ხელისუფლება არჩევნებამდე, რომ მეკარემ ხელში ბურთი აღარ უნდა აიღოსო. და ის 11 კაცი ფეხბურთელი ოპოზიციას უყოსო, ყველა უნდა გაიყვანო და მარტო ჩვენ უნდა ვითამაშოთ კარებშიო. ეს იყო გამგებლების და მერების სიაში არ ჩასმის აკრძალვა.
შესაბამისად, ეხლა ბოლოს დავუძ რომ გავიგებთ რა წესებით ვთამაშობთ, შემდეგ დავიწყებთ უკვე მუშაობას იმაზე, რომ საზოგადოების აი ამ ძალიან სერიოზულ გამოწვევას, რომელსაც ალტერნატიული სერიოზული ძალის ჩამოყალიბება მოყვია, ჩვენ ადეკვატურად უპასუხოთ და მე უბრალოდ არ მინდა დეტალებში ჩაღმავება და კონკრეტული მიმართულებების დასახელება, რადგან არ მინდა თუ პროცესი დავაზარალო და ამიტომაც ამას მე იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში, რომ ძალიან მალე ალბათ უახლოეს ერთ კვირაში ნუ ყოველ შემთხვევაში ამ თვის ბოლოს მაინც უკვე შესაძლებელი იქნება ამაზე ღიად საუბარი საზოგადოებასთან. მე მინდა შემოგთავაზოთ ძალიან მარტივი არითმეტიკული ანგარიში, რა დაუჯდა, რა უჯდება ქართული ოცნება კოალიციის შენახვა, გარდა 22 მილიონი ჯიპების და ამის გარდა ვამბობ, თვითონ პარტიის შენახვა რა უჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს. ქართულ ოცნებას წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიაქვს 3 მილიონამდე 2 მილიონ 800.000 ლარი. წელს ამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქართული ოცნება დააფინანსებს 48,100 კაცს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავის აქტივის, რომელიც იმუშავებს არჩევნებში მათ გასამარჯვებლად. ეს არის 12 კომისიის წევრი ყველა საარჩევნო უბანზე, პლუს 1 წარმომადგენელი ასევე დაფინანსებული ბიუჯეტიდან. თუ კი ამ 13-ს გადავამრავლებთ 3700-ზე, ეს არის 48,100,000 კაცი ბიუჯეტიდან დაფინანსებული ქართული ოცნების აქტივისტი. თუ ამას გადავამრავლებთ მათ ხელფასზე, თვენახევრის, ანუ 1.5 ხელფასს აიღებენ, ეს არის ზუსტად 13 მილიონ 200.000 ლარი. ანუ 13 მილიონ 200.000 ლარს უნდა დავუმატოთ 2 მილიონ 800.000 ლარი. ეს უკვე არის 16 მილიონი. ამ 16 მილიონის გარდა 650.000 ლარს კიდევ რატომ არაფრისთვის, იმიტომ თუ ამიტომ იღებს ქართული ოცნება, რომ ეს გამოიყენოს, აქედან ნაწილი გამოიყენოს რეგიონალური მედიისთვის, დიაში გადასახდელად ნაწილი, რა ვიცი, თავისი შეხედულებისამებრ, პლუს აიღეს ბონუსები 600.000 ლარის, ესეც ესე იგი უკვე 17 მილიონ 200.000 ლარი, ამას ემატება დაახლოებით 1,400,000 ლარის სარეკლამო დროის ლიმიტი, რასაც ისინი აიღებენ ცენტრალურ არხებზე პირველ არხზე, საზოგადოებრივ მეორე არხზე, რუსთავი ორზე, იმედზე, მაესტროზე, კავკასიაზე და ასე შემდეგ. ესეც თქვენი 19 მილიონი 600.000 ლარი. რამე ხო არ გამორჩა? შეიძლება. ხო, შესაძლოა, აი, ასე იგი, 19 მილიონი, ანუ ერთი პარტია აი ამ ნახევარი წლის განმავლობაში ბიუჯეტს უჯდება ამ არჩევნებში რომ გავიდეს ქართული ოცნება 19 მილიონ 600.000 ლარი. ნუ პლუს რა თქმა უნდა ბიზნესმენებს კიდე დაუჯდებათ ერთი ამდენი აუცილებლად ვიღაცებს გადაახდევინებენ. და ეს მაშინ როცა მათ ზურგს უკან დგას 7 მილიარდიანი კაპიტალი. ხო მართალი ვარ? ამაზე ცოტა ნაკლები ხარჯი, მაგრამ საკმაოდ დიდი მნიშვნელობა, დიდი რაოდენობის ხარჯი, ეხლა ვარ შევაწუხა მაყურებელი არითმეტიკით, უჯდება ასევე ნაციონალური მოძრაობა და აი ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ერთად. სრულიად მშვიდად, აი ყოველგვარი სინდისის ქერჯნის გარეშე აცხადებს, რომ ჩვენ აი ამ პარტიებს, დანარჩენ ძირითად ოპოზიციურ პარტიებს არ შეიძლება რომ ყავდეს კომისიაში ერთი წარმომადგენელი, რომელიც უბრალოდ ყველაფერს თავი დაანებო, გარდა იმისა, რომ ჭირდება ერთი წარმომადგენელი კომისიაში საარჩევნო უბანზე, რომ ხო, საარჩევნო ჯერ ხმების მობილიზებაზე იმუშაოს, ხო და მოგიგროვოს, უბრალოდ 13 კაცი იმუშაოს, 48,000 კაცი როცა მასზე მუშაობს, ერთი კაცმა კაცმა იმუშაოს საარჩევნო უბანზე, ჯონდი ბაგათურიაზე და კახავკავაზე რა დაშავდება ამით და მე ხმების დათვლის დროს, ესე იგი ხმა რომ ამბავი რომ მოიტანოს, ვიცი რა, თურმე გიორგი კახას, მასე ვქნა დიმიტრის და ჯონდის ხმები კი არ მოიპარეს, არამედ ჩვენ ავიღეთ ნამდვილად ამდენი 1000 ხმა და არა უფრო ნაკლებია რომ გააპროტესტოს ოქმი დაწეროს რაღაც ან ოქმი დაწეროს და ესე იგი ჩვენ გვეუბნებიან რომ ჩვენ უნდა ვენდოთ ჩვენ ხმებს დაითვლენ ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება, ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ დაგვასწარეთ აი ხმების დათვლას, მაგრამ არ გვეუბნებიან რომ ეს არ არის საჭირო. ჩვენ დავითვლით და გეტყვით ახლა რა წოწედი ბუდიში, მაგრამ აკეთა რომელიმე ეს ძალიან კარგი პროგრამული პოზიციაა. ასეთი ავტორიტეტი აქვს რომ ესე ჩვენ ვენდო დაითვლიან ესენი ჩვენს ხმებს და მე ჩვენ თურმე ნამდვილად ასეთი ხმები ყოფილა და ბევრი მიგვიღიან, ცოტა მიგვიღია ამის მიხედვით შევაფასო. ეს არის ლოგიკა, ეს არის
მორალური მხარე, მორალური ზნეობრივი მხარე ან მთელი პოლემიკის რაც ჩვენ გვაქვს და არ გაინტერესებს ჩვენ რამდენი გვაქვს ამ დროს ამ ბიუჯეტიდან დაფინანსება? ჩვენ მაგალითად თავისუფალ საქართველოს ქართულ დას ბურჟუაზიულ დემოკრატებს კიდე რომელი პარტიებია? ლეიბორის 150,000 აქვს დაფინანსება ამ ერთი წლის განმავლობაში. ისინი ჩვენ გვეუბნებიან რომ თქვენ ამ 150,000 ლარით უნდა მოახერხოთ ჩვენთვის კონკურენციის გაწევა და თუ ჭკუით მოიქცევით და ბევრს არ იყირებდა დემოკრატიულ რეფორმას მოგცემთ რომ საშუალება რომ გავიფორმოთ რომ უცხოელებმა თავზე ხელი გადაგვისვა ასეთ შემთხვევაში 3%-ის გადალახვის შემთხვევაში მომავალ ცხოვრებაში 9 მილიონი ლარი თურმე დააფინანსებენ პარტიებს. ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდეთ, თუმცა გადაცემის დასაწყისში ჩვენ შევეხეთ უკრაინის თემას და მე ახლა ჩვენ პროდიუსერები მაუწყებთ რომ უკრაინაში სიტუაცია ძალიან დაიძება, მიმდინარეობს ფაქტიურად მაიდანის შტურმი. უბრალოდ მოგაწოდეთ ეს ინფორმაცია და მე მინდა და ფაქტიურად გამოცხადებულია, ფაქტობრივად გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში. ბატონ ჯონდი, პარტიების გეგმებთან დაკავშირებით თქვენ ბრძანეთ რომ თქვენ აპირებთ მოიგოთ არჩევნები თბილისში და რამდენიმე კონკრეტულ ქალაქში. კიდევ რამდენიმე ქალაქში. აი საინტერესოა თქვენ ამას გეგმავთ დამოუკიდებლად თუ იგეგმება რაღაც გაერთიანება არასაპარლამენტო პარტიების მე იგივე კითხოთ ბატონი კახასაც მიმართა. პირველ რიგში სანამ გადავალ მე უბრალოდ გადაცემის დასაწყისში არ მომეცა საშუალება და მეც მინდა მივსამძიმრო დაღუპული ქართველის ოჯახს და ყველა ქართველს ქართველი კაცის დაღუპვა უკრაინაში და ასევე მინდა მივსამძიმრო ყველა უკრაინელს ის რაც უკრაინაში ხდება და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს, იმიტომ რომ ის რაც ახლა იქ ხდება, ნამდვილად არ არის უკრაინელი ხალხის და სახელმწიფოს ინტერესი. ეს ჩვენი მოძმე, მეგობარი, ერთმორწმუნე ერია და ჩვენ განსხვავდა მეგობარი მართლა აი ჩვენ ძალიან გვეხმარებოდნენ, ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს, ამიტომ ქართველი ყველა ნებისმიერი ქართველი ძალიან განიცდის უკრაინაში მიმდინარე აი ამ პროცესებს და მე ღმერთს ვთხოვ და უკრაინელებს ვთხოვ ასევე რომ ნუ გაიმეორებენ იმას რაც ჩვენ ქართველებმა გავაკეთეთ 20 წლის წინ. არც ერთი წვეთი სისხლი უკრაინელის და შენი მოძმის მიერ დაღვრილი და შენს მიერ დაღვრილი არ ღირს იმ პოლიტიკურ სპეკულაციად, რასაც ხშირ შემთხვევაში ბევრი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი ეწევა და თავს ახლავს ხოლმე შემდგომში სახელმწიფოს. პირველი ინტერესი ეს არის ხალხი, ეს არის ერი, სახელმწიფო და არც ერთი წვეთის სისხლი, არც ერთი დედის ცრემლი, არც უკრაინელის, არც ქართველის, არავის, არც აზერბაიჯანელის, სომეხის, თურქის, არავის სისხლი და ცრემლი არ უნდა დაიღვაროს. და ამით დავამთავრებ უკრაინაზე საუბარს, რაც შეეხება გეგმებთან დაკავშირებით. მე მინდა გითხრათ, რომ გამომდინარე ქართული ოცნების მნიშვნელოვანი შეცდომებიდან და გამომდინარე იქიდან, რომ ხართ უკიდურესად არაპოპულარული კანდიდატი, ასევე გამომდინარე ოპოზიციის საკმაოდ ჩქარი ტიპით მზარდი რეიტინგისა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შანსი არჩევნები მოუგოთ ქართულ ოცნებას თბილისში და კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში. ამის მიღწევა უფრო ადვილი იქნება, რა თქმა უნდა, იმარტივი იქნება იმ შემთხვევაში, თუ კი ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური ძალები შეთანხმდებიან ერთიან კანდიდატზე ძირითად სტრატეგიულ ქალაქებში მაინც. თუ ახლა პროგრამა მაქსიმუმ შეთანხმება მიღწეული იქნა ერთიან კანდიდატებზე და ერთიან სიებზე, ეს რა თქმა უნდა იდეალური ვარიანტია, რომელიც მინდა ვთქვა, რომ სავსებით შესაძლებელია და მიღწევადი ვარიანტია იმ შემთხვევაში, თუ კი პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებებს მიიღებენ ის პოლიტიკური ძალები და ლიდერები, ვისაც ევალებათ ამ გადაწყვეტილებების მიღების. და კიდევ ერთი რამ, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ არ შევქმნათ ილუზია, ყველა პოლიტიკური ძალა ვერ გაერთიანდება ერთად და არც არის გასაჭირო ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანება და რატომ? იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავსებადი იდეოლოგიების პარტიების გაერთიანება და ასევე იმას, რომ მათი ელექტორატის იყოს თავსებადი. ანუ პარტიების გაერთიანება ამ გაერთიანებულ ბლოკს თუ ალიანსს თუ კოალიციას უნდა მოუტანოს ელექტორატის შეკრებაც, არა გაერთიანებაც. თუ პარტიების გაერთიანება გამოიწვევს ელექტორატის დაგსაქსვას, ეს მაშინ პრაგმატული თვალსაზრისით სულად გაუგებარი გაერთიანება იქნება და უფრო გასაგები რო გახადო მაგალითისთვის ვიტყვიროთ. თუ კი
ქართული დასიან თავისუფალი საქართველო პირობითად ვთქვა ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად შექმნის ბლოკს თავის მხარდაჭერას მეც და ქართულ თავისუფალი საქართველოს დავკარგავთ, იმიტომ რომ ჩვენი ელექტორატი სავსებით სამართლიანად და ობიექტურად ბრალს დავგდებს ლიბერალებში და ღალატში ეროვნული ინტერესების და მინდა თქვა რომ ის 9%-მდე ამორჩეველი, რომელიც რესპუბლიკურ პარტიას გააჩნია და შეაგროვა ამ 30 წლის განმავლობაში, ისინი შეაცემენ ზურგს თავის რესპუბლიკურ პარტიას, იმიტომ რომ ისინი ბრალს დადებენ რესპუბლიკურ პარტიას, რომ აი ეს რაღაცა მოფაშისტო, ულტრა რადიკალური, ულტრა ეროვნულ ხო დასთან და ამასთან ეს გაერთიანების გამო. ასაგებია? აქვე წავუყენებენ ბრალს რომ ჩვენ რატომ ესე იგი ერთიანდებით ისეთ პარტიასთან, რომელიც ჩვიდმომის ლიდერები, ჩვიდმ მაინც აგერ დიმიტრი ლორკიბანიძესთან ერთად მივიდნენ და იქ მიტინგზე, იქ სადაც იდგა ეკლესია და ქართული საზოგადოება და ასე შემდეგ. გასაგებია, ამიტომ აი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ არ შევქნათ მოლოდინო ყველა ეხლა 10, 12, 13 პარტია დგას და ყველა ერთად გაერთიანდება, თუმცა მე ვფიქრობ, რომ 3 შესაძლოა 4 პარტიის გაერთიანებაც იყო სავსებით შესაძლებელი და ამ 3-4 პარტიამ გაერთიანების შემთხვევაში მე სრული დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მიიღოს მხარდაჭერა სააკაშვილის და ივანიშვილის, ანუ ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ განწყობილი ელექტორატის 80-90%-ის. ეს ავტომატურად ნიშნავს რამდენიმე დიდ ქალაქში მერობის და მერის და საკრებულოს არჩევნებში გამარჯვებას, ერთის მხრივ ეს ასევე ავტომატურად ნიშნავს სრულად გაქრობას ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ასპარეზიდან. იმიტომ რომ ისინი ეხლა რომ რაღაცა რიხით ლაპარაკობენ მეორე ადგილზე რომ გავედით თო იმის გამო რომ ოპოზიცია ვერ შეთანხმდა საპრეზიდენტო არჩევნებში და რაღაც შეცდომები დაუშვა, ამის ლაპარაკო აღარ იქნება. ისინი გავლენ მესამე, მეოთხე ადგილზე მათი მარჩენებელი იქნება ძალიან დაბალი, მინდა გითხრათ და ამით აქტუალობას საერთოდ დაკარგავენ, მოხდება სრული მარგინალიზაცია და უკვე ქართულ ოცნებას დაეკარგება საბაბი ქართულ საზოგადოებასთან იმის თქმის, იმის ლაპარაკის, ну რა ვქნათ ეხლა თავარი ოპოზიციური ზალაა და ამიტომ ვერ ვიჭერთ მაგათ ლიდერებს და ეს თავარი ოპოზიციური ზალა არავის არ დაურქმევია პირველ რიგში ქართულ ხალხს არ დაურქმევია ნაციონალებისთვის. აქ თავარ ოპოზიციურ ძალას ხელოვნურად ინარჩუნებს ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას, იმიტომ რომ მათთან ოპონირება როგორც დისკრედიტებულ, სრულად გაკოტრებულ პოლიტიკურ ძალასთან არის ძალიან ადვილი. როცა არ ყოფნის კლასი დებატებში, როცა დებატებს აგებ ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის ბანდასთან ზიხარ და დებატებს აგებ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, ბიზნესთან, რა ვიცი, სასამართლო რეფორმასთან, სოციალურ რეფორმებთან დაკავშირებით, მაშინ ძალიან ადვილია შენ გავხსენო ნაციონალურ მოძრაობას, ის რომ ადამიანებს აუპატიურებენ ციხეში ან ციხის გარეთ. მაგრამ დასთან, თავისუფალ საქართველოსთან, კიდევ სხვა ჩვენს აი კოლეგებთან, გიორგისთან, დიმიტრისთან, ასეთი ოპონირება არის რთული, ამას ვერ წამოაძახებ შენ სხვა პარტიებს, ამიტომ მოგიწევს ამ პასუხის გაცემა, პასუხების ძებნა, ან უკეთესად მუშაობა. გასაგებია, ბატონო კახა. მეც ვიტყვი მოკლედ, მე ვფიქრობ, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია უნდა გამოვიდეს ერთიანი კანდიდატებით. ეს არის ყველაზე სწორი პოზიცია სახელმწიფოებრივად, როგორც მერის ისე გამგებლების არჩევნებში. რამდენადაც შეიძლება ჩემი აზრით ეს კოალიცია უნდა იყოს ფართო. ოღონდ მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა შედგეს რაც შეიძლება დროულად. მესმის ახლა ყველა პარტიას თავისი პარტიკულარული ინტერესებიც აქვს, მაგრამ ეხლა ამ ვითარებაში მე ვფიქრობ, რომ ამ ინტერესების წინსწამოწევა დააზარალებს როგორც სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ასევე დააზარალებს პარტიულ ინტერესებსაც. აქვე მე მინდა თქვა, არა იმიტომ რომ დიმიტრიზის აქვს, ზოგადად ეს მე ვფიქრობ, რომ არის სწორი პოზიცია, რომ ეს არ უნდა იყოს მარტო რომელიმე 3 ან 4 თუ რამდენიც იქნება 5 ან 6 პარტიის ბლოკი. ეს უნდა იყოს ზოგადად არასაპარლამენტო, ზოგადად დემოკრატიული ოპოზიციის ბლოკი, მათ შორის დამოუკიდებელი კანდიდატებისაც, სულ ერთია რისი კანდიდატები იქნებიან, იმიტომ რომ ამ საარჩევნო კოდექსმა გამოაჩინა ერთი რამ ძალიან ცხადად. დღეს საქართველოში პროგრესის, ასე ვთქვათ, ჯანსაღი მარცვალი არის არასაპარლამენტო ოპოზიციაში. ხელისუფლებაში ხომ ნახეთ, რომ მთელი ეს ერთი წელი რაც დისკუსია მიმდინარეობდა, სანამ ღარიბაშვილმა არ თქვა, ერთ კაცს არ შეაწუხა შუბლის ძაღლმა, რომ გამოსულიყო და ეთქვა, რომ 50% გავაკეთეთ. ერთმა კაცმა ვერ მოახერხა ეს. ნუ საპარლამენტო ოპოზიციაზე ლაპარაკიც არ არის. დღეს საქართველოს რეფორმირების, საქართველოს წინსვლის, საქართველოს პროგრესის, საქართველოს განვითარების მარცვალი
არის ცოტ-ცოტა შეიძლება, მაგრამ არასაპარლამენტო ოპოზიციაში და ჩვენ არა გვაქვს დასაკარგი საშუალება, რომ ვიღაცას უთხრათ, რომ აი ახლა აქ ვკეტავთ ბლოკს ან იქ ვკეტავთ. ჩემი აზრით, ჩვენი ინტერესი უნდა იყოს, რომ ეს იყოს მთელი ჯანსაღი არასაპარლამენტო სპექტრის გაერთიანება, რათა ჩვენ როგორც ჯონდი ვთქვა მართლა აი ესე სოლიდურად წავდგეთ ამ არჩევნებზე და ეს ისევ და ისევ ვიტყვი იმას, რომ არ არის იმისთვის, რომ ვიღაცა რისი მერი და რისი გამგებელი გახდება. ეს იქნება საქართველოს ძალიან დიდი გამარჯვება, აი 22 წლის წინ მქონდა საქართველოს ასეთი გამარჯვება და ეს იქნება ასეთი გამარჯვება, როცა ერთ ბანდას მეორე კალვერას ბანდა კი არ შეცვლის, როგორც დიდ ჩუდეულში არის, რომ ჩვენ ხო რა დაგვემართა 2003-ში და 2012-ში, რაც იმ ფილმში არის, ცნობილი შესანიშნავ ჩუდეულში, რომ ერთი ბანდა რო აწუხებს სოფელს, ქირავდნენ მეორე ბანდას. მე ის მეორე ბანდა გვაწუხებდა, მესამე ბანდა ვიქირავთ. აი ჩვენ შეგვიძლია ახლა გავაკეთოთ პრინციპული ცვლილება, რომ ისევ ბანდა კი არ ვიქირავოთ ბანდის წინააღმდეგ. არამედ ფასეულობებზე, ღირებულებებზე, პრინციპებზე ორიენტირებული პოლიტიკური კოალიცია მოვიდეს თუნდაც ადგილობრივ დონეზე ქვეყნის სათავეში. გასაგებია. და ბატონ დიმიტრი, თქვენი აზრით, სულ რამდენიმე სიტყვით პრაქტიკულად ამოიწურო ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო, როგორი უნდა იყოს არასაპარლამენტო პარტიების ტაქტიკა ამ არჩევნებზე? ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. მე აბსოლუტურად ვეთანხმები ჩემს მეგობრებს წარმოდგენილ კონცეფციაში. პირველ რიგში უნდა დაძლეული იქნეს პირადი ამბიციები ამა თუ იმ ლიდერისა და მე ვფიქრობ, იმ შემთხვევაში გაამართლებს ეს ტაქტიკა, ვიწრო პარტიული ამბიციები, რა თქმა უნდა, და ჩვენ მართლაც უნდა შევქმნათ ისეთი კონგლომერატი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ერთიანი მერობის ნამდვილად ღირსეული კანდიდატი, რომელზეც არ იქნება კითხვები. და საზოგადოება აი ამ მესამე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებელ პოლიტიკურ სუბიექტებს ამ შემთხვევაში მიიღებს მართლაც დიდი სერიოზულობით. ასევე იქნება დაკომპლექტებული ქალაქის თვითმმართველი ქალაქების საკრებულოთა, ასე ვთქვათ, შემადგენლობები იმ ღირსეული წარმომადგენლებით, როლესაც ეს კონკრეტული ქალაქები თუ ეს კონკრეტული რაიონები იცნობენ და აქაც არ იქნება შეკითხვები. ეს მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას სხვადასხვანაირი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური საბჭოები ყავს, ხო? ზოგს 3 კაციანი, ზოგს 5 კაციანი, ზოგს 7 კაციანი. ეს არ ნიშნავს აპრიორი, რომ ეს პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენლები უნდა აკომპლექტებდნენ ამ სიებს. ჩვენ საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ ნამდვილად თემატური, პროფესიული ნიშნით მაღალი ღირსების მატარებელი ის მოქალაქეები, ის თანამოქალაქეები, რომელთაც ისინი აირჩევენ საკუთარი რიცხვიდან, საკუთარი შემადგენლობიდან. ეს იქნება ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება ერთ წინადადებას გავამატებ სულ. აი კონკრეტულად რა მინდა ვთქვა. არჩევითობა ჩვენთან რატო არის ნომინალური? როგორ აირჩევა მაგალითად სამტრედიის გამგებელი? უნდა მონახოს ახლა ვიღაცა ვისაც უნდა სამტრედიის გამგებლობა, ქართულ ოცნებაში კალაძის მამასთან ან ბიძასთან ან ვიღაცასთან ახლობელი, გადაწყდეს თბილისში რომ ეს ადამიანი კენჭს იყრის როგორც სამტრედიის გამგებელი ადგილზე და ნუ მე სამტრედიელებს ეს არჩევანი შესტენონ. ესე ხდება ზოგადად არა მარტო ეხლა, არამედ ყველა ქალაქში და ჩვენ რა გვინდა გავაკეთოთ? როცა ვასაუბრობთ იმაზე, რომ ერთიანი კანდიდატები და კონკრეტულად ჩვენ პრაიმერს ვუჭერთ ხარს. რომ სამტრედი იქნება, ზესტაფონი იქნება თუ გურჯაანი, არც მე მოვახო ჩემ კანდიდატურას თავს, არც გიორგი მოახტიოს თავის ქრისტიანი დემოკრატი, არც ლეიბორისტმა. თვითონ მოდი ჩავატაროთ გამოკითხვა, ღია პროცესი, ვინ არის ყველაზე კარგი სამტრედიელი ან გურჯაანი ვისონდება ყველაზე მეტად და მე მას დაუჭიროთ ჩვენ სულ ყველა მთელმა პოლიტიკურმა ოპოზიციამ ხარი, რომ კლასი ავამაღლოთ ბოლოს და ბოლოს, რომ ადამიანები, რომლებსაც უყურებთ, აი ეს რაიონების გამგებლები კი არა, რომლების დღეყავს, არამედ მივიღოთ ევროპულთან ცოტა მაინც მიახლოებული, უფრო განათლებული, უფრო პატიოსანი, უფრო სოლიდური წარმომადგენლობა და არა ეს ბიძაშვილ მამიდაშვილების აღლუმი, რომელსაც უყურებთ ახლა ჩვენი ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობაში. აი და ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ხელისუფლება მიიღო გადაწყვეტილება აუგზავნოს დამოუკიდებელ კანდიდატებს, ანუ აუგზავნოს საზოგადოებას, თქვა სამტრედიელებს, ზუგდიდელებს, ბათუმელებს თავისი კანდიდატის დასახელების ჯგუფით დასახელების. ამიტომ დღეს ახლა გავამხელკა ხა უკვე რაზეც ვილაპარაკეთ და ეს მინდა ვის ახლა ისმეს ამას გაავრცელეთ, შესაბამისად ამის მსურველები დავიკავშირეთ. მე და ახლა მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენ მივცეთ საშუალება არა მარტო მედეშენ ჯონდი ეს მთელი ხო და შევთავაზოთ მინდა სხვებსაც რა თქმა უნდა პარტიებს ჩვენ მივცეთ საშუალება ბათუმელებს, ზუგდიდელებს, თელაველებს, გორელებს, ქუთაისლებს მოგვაწოდონ თავისი კანდიდატები, თავისი რჩეულების კანდიდატები და ჩვენ დავასახელებთ ბათუმელების მიერ არჩეულ მერობის კანდიდატს ბათუმში, როგორც მერის კანდიდატს და ჩვენ დაუბრუნებთ ქართულ საზოგადოებას ქართული ოცნების მიერ წართმეულ აი ამ უფლებას, რომ დაასახელოს ხალხმა თავისი კანდიდატი, რადგან ეს უფლება ხალხს წაართვეს, აგერ არის ჩვენი
განწყობა, ჩვენი გადაწყვეტილება, პოლიტიკური ნება, შესაბამისად ჩვენ წარვადგეთ იმ ადამიანებს, ვისაც ბათუმელები, ქუთაისლები, თელაველები, მისასალმებელი წინადადება და სენაკელები განაწყვეტდნენ, რომ იყოს მათი კანდიდატი. გასაგებია, დიდი მადლობა ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო ფაქტიურად ამოიწურა. მე ახლა კიდევ მაცნობებენ, რომ კიევში მიმდინარეობს მომიტინგეთა დაშლა. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი მეტნაკლებად მშვიდობიანად დასრულდება. არგუმენტების დრო კი დღეს ამით გემშვიდობებათ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ მაყურებელს ყურადღებისთვის. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით 5 შაბათს 21 საათსა და 30 წუთზე. კარგად ბრძანდებოდეთ.